ისა არა მოგესალმებით, ვინც არ მინახევთ ქალბატონებო და ბატონებო. გადავდივართ აუდიტის ჯგუფის სტომაზე. იმედია კომიტეტის სტომის შემდეგ დასვენება მოასწარით. დღეს გვაქვს 4 საკითხის განხილვა. ამიტომ ძალიან გთხოვ ყველას, რომ ოპერატიულად გავიაროთ და ჩვენთვის საჭირო შეკითხვები დავსვათ, მაგრამ რაც შეიძლება ოპერატიულად. ეს საკითხებია სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის მართვის შემდგომი რეაგირების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში. პერიოდი მოიცავს 23-24 წლებს, გაიცა 4 რეკომენდაცია. პანდემიის შემდგომ პერიოდში ინფექციების მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში. პერიოდი მოიცავს 22-23 წლებს, გაიცა 3 რეკომენდაცია. მესამე საკითხია ციფრული ჯანდაცვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 2020-23 წლები, გაიცა 4 რეკომენდაცია. სამედიცინო დაწესებულების ზედამხედველობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 22-23 წლები, გაიცა 6 რეკომენდაცია. ტრადიციულად მოგახსენებთ ვინესწრებას ხდომას, რომ უფრო გაგვიადვილდეს მუშაობა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან ქალბატონი სოფიო დვალიშვილი, გენერალური აუდიტორის მოადგილე. ქალბატონი მარია ზაალიშვილი, სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი. ბატონი გიორგი კაპანაძე, ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი. ქალბატონი ნინო ლაგვილავა, მთავარი აუდიტორი. ქალბატონი ნაზი ჩაგანავა, წამყვანი აუდიტორი და ქალბატონი ნინო შუფიტიძე, წამყვანი აუდიტორი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ქალბატონი ირინა წაქაძე, მინისტრის მოადგილე და ბატონი გიორგი პატარიძე, მინისტრის მოადგილე. შეგახსენებთ, კი ვიცით, მაგრამ თუ ვინმე პირველად არის, რომ გადაიცემა პირდაპირ ეთერში, ჩვენ ვიხილავთ ყველა ანგარიშს აუდიტისას. სხდომა წარიმართება შემდეგნაირად. აუდიტი წარმოადგენს თავის მიგნებებს, შენიშვნებს და ამაზე გაცემულ რეკომენდაციებს. შემდეგ სამინისტროები თავიანთ მოსაზრებას გამოთქვამენ თუ რას ფიქრობენ ამ შენიშვნებზე და რა გეგმა აქვთ შესრულებაზე. შეკითხვები როცა სრული გექნებათ, მაშინ დასვით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენი მიზანი არ არის ზოგადად სამინისტროს განხილვა. ჩვენი საკითხი არის მხოლოდ იმ რეკომენდაციების შესრულება, რომელზეც საუბარი არის. ბატონო ზაზა. ისე აქეთ ზიან ხომ მე მგონი აქეთ გირჩევნიათ. როგორც გერჩევნოთ, მაგრამ აქეთ აჭირს. მე მგონი ყველაფერი გასაგებია და გადავიდეთ საკითხებზე, თუ რამე შენიშვნა არ არის. კარგი, პირველი საკითხი, ქალბატონო სოფიო. ვინ იქნება მომხსენებელი სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის მართვის? მოგესალმებით, მომხსენებელი იქნება გიორგი კაპანაძე, ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ბატონო გიორგი, რაიმე გაქვთ წინასწარ სათქმელი თუ გადავიდეთ პირდაპირ რეკომენდაციებზე? პირდაპირ გადავიდეთ. კარგი, გისმენთ მაშინ. დიდი მადლობა. ვეცდები, რომ მოკლედ გაგაცნოთ ჩვენი ანგარიშის შინაარსი. სათაურზე აღარ შევჩერდები, რამდენადაც უკვე წარდგენილი იყო თვითონ აუდიტი. мотивაციაზე ვიტყვი ორი სიტყვით. რატომ ავირჩიეთ ეს აუდიტი? ერთი რომ, ძირითადად საკმაოდ დიდი მოსახლეობის წილი დაახლოებით 40%-ის ფარგლებში ჯერ კიდევ არის სოფლად ცხოვრობს. მაღალი სახელმწიფო დაფინანსება აქვს ამ პროგრამას ტრადიციულად, მაგალითად 2023-24 წლებში დაახლოებით 85 მილიონი ლარის ოდენობა იყო ბიუჯეტის დაფინანსების. 2022 წლიდან პროგრამის მენეჯმენტი შეიცვალა, ანუ მის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი და ასევე დაიწყო 2022 წლიდან საქართველოში პირველად ჯანდაცვის რეფორმის ახალი ეტაპი. აუდიტმა შეისწავლა 3 ძირითადი მიმართულება. პირველი მიმართულება იყო მომსახურების ხელმისაწვდომობა. მეორე იყო სოფლის ექიმების პროდუქტიულობის წინაპირობები, ანუ სტიმულები, რომ სოფლის ექიმებმა მეტი გააკეთონ, მეტი მოასწრონ, მეტი შეძლონ და მესამე იყო პროგრამის ადმინისტრირება და მონიტორინგი.
აუდიტის ობიექტები იყვნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილი თაშრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო და ასევე საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი, რომელიც როგორც ვთქვი, ადმინისტრირებას უწევს ამ პროგრამას. აუდიტის პერიოდი იყო 2023-დან 24 წლების წლის პირველი ნახევარი. აუდიტის მიგნებებზე და რეკომენდაციებზე რომ გადავიდეთ ახლა. სანამ მიგნებებზე და რეკომენდაციებზე გადავალთ, ანუ მიგნებები როგორც ასეთი არის მოგეხსენებათ ნაკლოვანებები, გაუმჯობესების პოტენციალი. მინდოდა ორიოდე სიტყვით გვეთქვა, რომ თუ შევადარებთ მაგალითად წინა აუდიტს, რომელიც 2015 წელს დავამტკიცეთ, ალბათ ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ პროგრამაში რამდენიმე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეინიშნება. თავად ხელმისაწვდომობის ნაწილში იყო საკმაოდ ბევრი რეგიონები წინა აუდიტის ფარგლებში 2015-14 წლებში, სადაც მხოლოდ ექთანი აწვდიდა მომსახურებას, სამედიცინო მომსახურებას, ექიმის მაგივრად, იმიტომ რომ ექიმები არ იყვნენ. ამ შემთხვევაში ასეთი რეგიონების ლოკაციების რიცხოვნობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ასევე იყო ისეთი ექიმების წილი, რომლებსაც საოჯახო მედიცინის სერტიფიკატი აქვთ, 60%-დან 91-მდე არის გაზრდილი. და ასე შემდეგ, ანუ იმის თქმა გვინდა, რომ რამდენიმე საკმაოდ მნიშვნელოვანი პარამეტრით პროგრამა გაუმჯობესდა. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, არის გარკვეული გამოწვევები, რომლებიც ასევე პირველი აუდიტის ფარგლებშიც ჰქონდა დაფიქსირებული. მიგნებებთან დაკავშირებით. პირველი მიგნება არის, რომ საქართველოში სოფლის ექიმების განაწილების დემოგრაფიული და გეოგრაფიული კრიტერიუმები არ არის შემუშავებული და საერთაშორისო კრიტერიუმის შესაბამისად ერთი ოჯახის ექიმის და ექთნისგან შემდგარ გუნდზე, ანუ ორ ადამიანზე უნდა მიკუთვნებული მოსახლეობის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2000 მოსახლეს. ასეთ შემთხვევებში ჩვენთან არის ადმინისტრაციული ტერიტორიების 6%, რომლებშიც მოსახლეობის რაოდენობა ექიმის და ექთნის გუნდზე აღემატება ამ რეკომენდებულ ზღვარს. თუმცა ეს როგორც წეგან აღნიშნე შემცირებული არის ეს რიცხოვნობა. თუმცა აქ მაინც არის როგორც ვთქვი გაუმჯობესების პოტენციალი. ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ შეიძლება ქვეყნის დონეზე ექიმების რაოდენობა რო ადმინისტრაციული რაოდენობაზე ან მოსახლეობაზე გავყოთ, შეიძლება 2000 მოსახლე საშუალოდ კი მივიღოთ, ან ცოტა მეტი, ცოტა ნაკლები, მაგრამ მნიშვნელოვანია ასევე ლოკალური გადანაწილებაც, ანუ ერთი გლობალური საშუალო თუ დაუშვათ არის კრიტერიუმის ფარგლებში აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმს, არ ნიშნავს, რომ დაუშვათ რეგიონების მიხედვით, სოფლების მიხედვით ეს კრიტერიუმი ყოველთვის არის დაცული. მაგალითად არის ესეთი ტერიტორიული ერთეულები, სადაც სოფლის ექიმის ერთი გუნდი ემსახურება 5000, 6000, 4000, 400 პაციენტს, რაც თითქმის ორჯერ და მეჯერ აჭარბებს დადგენილ ზღვარს. ასევე არის გამოწვევები ტერიტორიულ ერთეულებზე მიკუთვნებული სოფლის ექიმების რაოდენობა არ შეესაბამება მათ რადიკალურად განსხვავებულ გეოგრაფიულ მდგომარეობას. ანუ აქ გულისხმობთ, რომ ზოგჯერ რამდენიმე ადმინისტრაციული რაიონს ემსახურება ერთი სოფლის ექიმი, მაგალითად აი მარცხენა გრაფიკზე როგორც არის წარმოდგენილი, მწვანე რგოლები არის დასახლებული პუნქტები და ერთი წითელი რგოლი არის, სადაც ექიმი არის განთავსებული, მისი პუნქტი არის ექიმის პუნქტი და მეორე შემთხვევაში ორია სოფლის ექიმი ყავს ერთ ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელიც მხოლოდ 2.5 კილომეტრით არის დაშორებული ერთმანეთთან. ანუ წეგან რაც აღნიშნე, ადგილობრივი ლოკალური განსხვავებებიც რეგიონებს შორის საკმაოდ დიდი არის. ასევე, ერთ-ერთი ტრადიციული გამოწვევა კიდევ რაც აქვს სოფლის ექიმების პროგრამას არის, რომ ახალგაზრდა ექიმებს არ აქვს სოფელში დასაქმების мотиваცია, რამაც შესაძლოა წლების შემდგომ გამოიწვიოს საკადრო დეფიციტი და თუ შევხედავთ ასაკობრივ განაწილებასაც 60-დან 61-დან 71 წლამდე ასაკის ექიმები შეადგენენ ყველაზე დიდ წილს სოფლის ექიმების სიმრავლეში, რაც თავისთავად საყურადღებოა იმისთვის, რომ სამინისტრომ ამაზე რაღაცა გრძელვადიანის ხედვა შეიმუშაოს. მეორე მიგნებას, რაც ეხება სოფლის ექიმების პროდუქტიულობის წინაპირობებს. ტერიტორიულ ერთეულში დასაქმებული სოფლის ექიმების დატვირთვა განსხვავებულია.
ეს გარკვეულწილად შეიძლება ობიექტური გარემოებებითაც იყოს განპირობებული, თუმცა ასევე გამოწვევა ექიმების მხრიდან პროგრამით გათვალისწინებული სამიზნე მოსახლეობის სრული მოცვა. ანუ მთლიანად ყველა სამიზნე პოპულაცია შეიძლება ვერ გაუწიოს სერვისი, ვერ მოიცვას სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში სოფლის ექიმმა და ასევე რიგ შემთხვევებში, რასაც გრაფიკი აჩვენებს, საკმაოდ დიდი განსხვავებებია ექიმების პროდუქტიულობას შორის. ანუ პროდუქტიულობას ამ შემთხვევაში გულისხმობ რამდენ ადამიანს ემსახურება დროის ერთეულში კონკრეტული ექიმი. მაგალითად, კახეთში ერთ ექიმს პირობითად ნომერ 1 ექიმს აქვს 101 პაციენტი ყავს მიღებული თვის განმავლობაში, ხოლო მეორეს 34. ანალოგიურად, მაგალითად, სამეგრელოზე მოსვანეთში უფრო დიდი მაგალითებიც ფიქსირდება. ეს წეგან როგორც თქვი, შეიძლება იყოს გარკვეული ობიექტური პირობებიდან გამომდინარე, თუმცა ასევე შეიძლება ალბათ რომ იყოს გარკვეული მექანიზმები იმისთვის, რომ ეს პროდუქტიულობა რაღაცნაირად გამოთანაბრდეს და დატვირთვა გადანაწილდეს, რათა ექიმებმა მეტი შეძლონ. ჯამურად მეტ ადამიანს მოემსახურონ. ასევე ერთ-ერთი მიგნება მეორე ნაწილის მიგნება არის ისევ რომ შედეგზე ორიენტირებული დაფინანსების ნაკლებობა არის. ანუ ეს გულისხმობს რომ სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება ფიქსირებულია და არ უწყობს ხელს ექიმის мотиваციის ამაღლებას. ანაზღაურებისას არ ხდება წინასწარ გაწერილი სხვადასხვა ინდიკატორისა და მაჩვენებლის ანალიზი და პირველად ჯანდაცვის რეფორმის გზამკვლევით გათვალისწინებული შედეგზე ორიენტირებული დაფინანსების სისტემის ეტაპობრივად დანერგვასთან დაკავშირებული საკითხები 2024 წლის მდგომარეობით არ იყო შესრულებული. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, პირველი ბულეთი, ესე ვთქვათ, წინა აუდიტშიც იყო დაფიქსირებული, როდესაც ექიმებს ეძლეოდათ გარკვეული ფიქსირებული თანხა ცვლადი ხარჯებისთვის, ასე ვთქვათ, ტრანსპორტი, გათბობა, მედიკამენტების ჩანთა და ასე შემდეგ, რომელიც ზოგ შემთხვევაში არ იყო საკმარისი და ექიმს, როდესაც მეტ გამოძახებაზე და მეტი მომსახურების გაწევა უწევდა, ზოგ შემთხვევაში საკუთარი სახსრებით უწევდა ამ ხარჯების ანაზღაურება, რაც რა თქმა უნდა ნეგატიური სტიმული იყო. ეს გარკვეულწილად გამოსწორდა ასეთ ხარჯებს უკვე სამინისტრო ანაზღაურებს, თუმცა ის სტიმულები, რომ მაგალითად იმ ექიმს, ვინც მეტ მომსახურებას უწევს, უფრო აქტიური არის, რომ უფრო ფინანსური სტიმულის კონდეს, ეს ნაწილი, ანუ ხელფასის ანაზღაურების კუთხით იგულისხმება, ეს ნაწილი ჯერჯერობით დანერგილი არ არის ამ კომპონენტში. და მესამე მიგნება ეხება ექიმების კვალიფიკაციას, რომელზეც შესავალშიც აღვნიშნეთ, რომ ექიმების 19% არ არის სერტიფიცირებული საოჯახო მედიცინაში, რაც გულისხმობს, რომ 91% არის. წინა აუდიტში ეს მაჩვენებელი იყო 60, იზრდება, თუმცა გვინდა რომ მეტი იყოს, რეკომენდებულია რომ მეტი იყოს და ეს სამედიცინო საოჯახო მედიცინაში სერტიფიცირებული ექიმების წილი. რატომ არის ახლა ეს მნიშვნელოვანი? როდესაც რამდენადაც ჩვენი სტატისტიკური ანალიზი გვიჩვენებს, ის ექიმები, რომლებიც ოჯახის ექიმის სპეციალობას ფლობენ, საშუალოდ 59%-ით მეტ პაციენტს აქვს ვიზიტი მათთან. სხვა სპეციალობის ექიმებთან შედარებით შესაბამისად, თუ ეს სერტიფიცირება გაიზრდება, შესაბამისად ალბათ გაიზრდება მიღებული პაციენტების რიცხვიც. ასევე განსხვავებულია რეგიონულ დონეზე. რაჭა, ლეჩხუმ, ქვემო სვანეთისა და სამცხეთ-ჯავახეთში დასაქმებული სოფლის ექიმების 43 და 67% არ ფლობს ოჯახის ექიმების კვალიფიკაციას. ასევე არ არსებობს ნათლად განსაზღვრული მოთხოვნები სოფლის ექიმის კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით. ეს მიგნებების ნაწილი დასრულდა, ეხლა გვაქვს 3 რეკომენდაცია ამ 3 მიგნებასთან დაკავშირებით. გადავიდეთ რეკომენდაციებზე. პირველი რეკომენდაცია ეხება სამინისტროს სოფლად პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და სამედიცინო პერსონალის ოპტიმალურად განაწილების მიზნით დაადგინოს დემოგრაფიული და გეოგრაფიული კრიტერიუმები ტერიტორიული ერთეულებისთვის, აღნიშნულის გათვალისწინებით შეაფასოს ადამიანური რესურსები და განსაზღვროს სოფლის ექიმების საკმარისი რაოდენობა თითოეული ტერიტორიული ერთეულისთვის და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან კოორდინაციით შეიმუშაოს სოფლად საკმარისი რაოდენობის და შესაბამისი კვალიფიკაციის სოფლის ექიმების მოძიების საშუალოვადიანი / გრძელვადიანი ხედვა და შესაბამისი სამოქმედო გეგმა.
ეს ეხებოდა პირველ რეკომენდაციას. მეორე რეკომენდაცია არის, რომ სამინისტრომ სოფლის ექიმების мотиваციის ამაღლებისა და დაკისრებული ფუნქციების ჯერუნად შესრულების სტიმულირების მიზნით პირველადი ჯანდაცვის რეფორმის სრულად ამოქმედებამდე შეიმუშაოს სოფლის ექიმების ანაზღაურების სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება წინასწარ განსაზღვრულ რაოდენობრივ და ხარისხობრივ ინდიკატორებზე. მაგალითად, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებებით სამიზნე მოსახლეობის მოცვა და სხვა. და რეკომენდაცია 3. სამინისტრომ სოფლების სათანადო კვალიფიკაციის ექიმების დაკომპლექტების მიზნით შესაბამისი კვლევის ანალიზის საფუძველზე, მაგალითად სოფლის ექიმების საქმიანობის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით, ნათლად განსაზღვროს სოფლის ექიმების პროფესიული განვითარების მინიმალური მოთხოვნები. ეს არის პირველი ნაწილის მიგნებები. კი ბატონო, მადლობა. სტატუსი რა აქვს? სტატუსი ჯერჯერობით ეს ანგარიში იქიდან გამომდინარე, რომ დეკემბერში დავამტკიცეთ, ჯერჯერობით სამოქმედო გეგმის შეთანხმებაზე ვმუშაობთ სამინისტროს. კარგი, თქვენის ნებართვით თუ ჯობია მოусმინოთ და შემდეგ იყოს შეკითხვები, თუმცა თუ სურვილი გაქვთ, ეხლა შეიძლება. მე მგონი მოусმინოთ, ხო? ბატონო გიორგი, ქალბატონი ირინა, რომელი უპასუხებთ? მოგესალმებით. ჩვენ დავიწყეთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაუხადო სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ჩვენ ძალიან მჭიდრო და პრაქტიკულად არ მომერიდება ამის თქმა, ძალიან ასე ვთქვათ, ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს მათთან და ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი არის მათი ასე ვთქვათ, ჩართულობა ჩვენ საქმიანობაში და მათი რჩევების გაზიარება. რაც შეეხება ახლა სოფლის ექიმებთან დაკავშირებით, მინდა განვაცხადო, რომ 1298 ექიმი მუშაობს დღის მდგომარეობით უკვე სოფლად და 1558 ექთანი. ასევე მათი ხელფასები წელს უკვე გაიზარდა. ანუ შარშან იყო 1250 ლარი და დღეს უკვე გვაქვს ასე ვთქვათ 1350 ლარი, ანუ მატება უკვე ცალსახად ასე ვთქვათ სახეზეა. ექთნების შემთხვევაში 1018 ლარი იყო და წელს უკვე 1118 გვაქვს ასე ვთქვათ ფაქტობრივი მაჩვენებელი. ანუ ჩვენ ამ მიმართულებით, ანუ მინდა აღვნიშნო, რომ ასე ვთქვათ ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ეს თემატიკა, რა თქმა უნდა, სოფლად ექიმის არსებობა, მათი ასე ვთქვათ კვალიფიკაცია. ჩვენ ასევე გვინდა ასევე მუშაობთ ამ საკითხზე და პრაქტიკულად მუშა პროცესში გვაქვს ის ინდიკატორები, ასე ვთქვათ, იგივე შეფასების კრიტერიუმების ნაწილში და არა მხოლოდ რომ იყოს იგივე ფაქტობრივი ხელფასები. და უახლოეს მომავალში, რა თქმა უნდა, ჩვენ წარმოვადგენთ ამ გეგმას ამ მიმართულებით და ეს იქნება, რა თქმა უნდა, მიმდინარე წელს. ანუ თქვენ სამივე რეკომენდაციას ეთანხმებით, ხო? რა თქმა უნდა, კი. ძალიან და კარგი. პრაქტიკულად, ანუ აქვე აღვნიშნა, უკვე პროცედურით როგორც აღვნიშნე, ანუ მატება უკვე სახეზე არის ხელფასების. ანუ ეს პროცესი, ასე ვთქვათ, მიმდინარე პროცესი არის და რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე ჩვენ კიდევ, ანუ ჩვენ მზად ვართ, რომ კიდევ უფრო მეტი, ასე ვთქვათ, შედეგი დავდოთ ამ მიმართულებით და კიდევ უფრო მეტად ვიმუშაოთ ამ პროცესების, ასე ვთქვათ, გამოსასწორებლად. კი ბატონო, აქ სხვადასხვა საკითხებია, მოხარული ვარ, რომ ეთანხმებით, ჩვენ გამოგიგზავნით კომიტეტის სახელით წერილს და თქვენ გამოგიგზავნით სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილი იქნება როდის და როგორ აპირებთ ამის გაკეთებას. კარგი, შეკითხვები თუ არის? ბატონი ზაზა. მოგესალმებით ყველას. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო ანგარიშია ნამდვილად აუდიტის და პირველი მინდა აღვნიშნო ის, რომ ძალიან დროულია, პრაქტიკულად დეკემბერში დამტკიცებულია. რამოდენიმეჯერ ქონდა შემთხვევა, როდესაც მართლაც დროში გვეწელებოდა, მაგრამ მივესალმები ასე დროულ განხილვას ამ საკითხს, რომელიც მთავრობისთვის, სამინისტროსთვის და პარლამენტისთვის ცნობილია და არაერთი ნაბიჯია უკვე გადადგმული მთავრობის და სამინისტროს მიერ ამ რეკომენდაციების გამოსასწორებლად დარწმუნებული ვარ, ისევე როგორც თქვენი მიგვინებები არის მნიშვნელოვანი, მე მაინც ერთი შეკითხვა და აუდიტის მიმართ. ჩვენ, რა თქმა უნდა,
გვაწუხებს ეს ფიქრი და როდესაც ვხედავთ რომ სოფლის ექიმების 60% პრაქტიკულად 60-დან 70 წლამდეა და ამავე დროს ოჯახის ექიმის სერტიფიკატს ფლობს მხოლოდ დაახლოებით 60% და ისინი ღებულობენ დაახლოებით 60% მეტ პაციენტს ვიდრე არაოჯახის ექიმის სერტიფიკატის მქონე. ხომ არ გაგიჩნდათ რაიმე იდეა ამ პრობლემის აღმოსახრულად, იმიტომ რომ სწორად უნდა შევხედოთ ამ გამოწვევას, როდესაც ექიმი არის 70 წლამდე, მას უჭირს გადამზადება ის მეტ პაციენტს იღებს ოჯახის ექიმის სერტიფიკატის მქონე ექიმი, იმიტომ რომ მას პედიატრიის უფლებაც აქვს და შეუძლია ბავშვებიც მიიღოს სოფლად და არ დაჭირდეს სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას ბავშვის რაიონულ ცენტრში ან მუნიციპალიტეტის ქალაქში წაყვანა. ამიტომ თქვენც ამ მიგნებებთან ერთად, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის, თქვენ ხო არ დაგებადათ რაიმე იდეა ამის აღმოსაფხრელად თვითონ ან სამინისტროს ხო არ აქვს რაიმე პოზიცია იქნებ რეზიდენტურის მიმართულებით, იქნებ უცროსი ექიმის მიმართულებით, რათა ექიმი სოფლად მანამ სანამ მართლაც ეს ცუდია და თქვა კიდევაც მოხსენებელმა რომ ალბათ რამოდენიმე წელიწადში კადრების სერიოზული დეფიციტი დადგება, ხო? სოფლად ექიმის. რას ვფიქრობთ ამაზე? ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ თითოეული ჩვენთაგანისათვის, იმიტომ რომ როგორც ვთქვით, რომ ჯერ კიდევ საქართველოში 40%-მდე მოსახლეობა სოფლად ცხოვრობს, ხო არა გაქვთ თქვენ რაიმე რეკომენდაცია, ან თქვენ რაიმე გეგმა ამის აღმოსაფხრელად? სხვა შეკითხვები ბატონ ლადო. მეც მოხარული ვარ დღევანდელი განხილვის თემატიკით. მადლობა ნაღვაწისთვის. ჩვენ ურთიერთ გამდიდრების პოზიციაზე ვართ, რაც ნაწილმა არიცის მიაგნებს, რეკომენდირებულია, მეორე ნაწილი ამას ღებულობს თავის შენიშვნებით და ბოლოს საბოლოო პროდუქტზე უნდა შევთანხმდეთ. ეხლა მე ერთი მოგზაურებული შეკითხვა მაქვს. ეს ძალიან კარგი რგოლია, ურთულესი და პირველადი ჯანდაცვა, ეს საერთოდ ყველაზე დამსახურებული და განვითარებული და მაღალკვალიფიციური ადამიანების ხვედრია. ბევრი რამე უნდა იცოდე და მე ეს სორტირებაში, დიფერენცირებაში მიიღო მონაწილეობა. მე ესეთი შეკითხვა მაქვს, ხო არ გაგიმახვილებიათ ყურადღება ამ რგოლის ამოვარდნის თაობაზე. პაციენტები, რომლებიც სოფლის ექიმის მიღმა, ექიმთან არ ყოფილან, ისე მიდიან სხვა დაწესებულებაში. ტოვებენ ამ რგოლს. ამის мотиваცია ხო არ ეს გარკვეულწილად ექიმის იმ რეალიზაცია, კაპიტალიზაციას ხელს უშლის. ყოველი პაციენტი ახალი გამოცდილება, ახალი სწავლა არის, ახალი მიგნება არის და მე ამ დაგროვილი ცოდნის სხვაზე განანაწილება. როგორ წარმოგიდგენია თქვენ, რა მიზეზი სახელდება, აი ხა დიფერენცირება გადადა ბატონ ზაზა სორადმიანის ერთი სერტიფიცირებული ექიმი და ერთი არ არის სერტიფიცირებული. იმ პაციენტმა პოტენციურად იცის ამის შესახებ, რომ ეს ექიმი სერტიფიცირებულია და ამას ვინმე აწვდის ამ ინფორმაციას და იმიტომ მიდის მასთან თუ ნაკლებ არ აქვს სერტიფიკატი, მაგრამ შეიძლება გამოცდილი იყოს და ცოდნას მოწყურებული და დაგროვებული თავისი მასალით. აქ დიფერენცირებაში აი ამ ასიმეტრიაში რა მიიღო მონაწილეობა? ხო არ გაგიკეთებიათ შემთხვევით ამის ანალიზი? და მეორე რამეც მინდა გითხრათ, ის გაკეთება ადგილზე შეიძლება გარანტირებული ახლა ექიმის ჩართულობით, მისი ცოდნის კარგად გადაცემით პაციენტზე, პაციენტი არის შენი ნაწილი, შენ ნავში უნდა ჩაჯდეს, რომ იმ პაციენტმა ირწმუნოს შენი და როგორც მკურნალობაში, ასე საბოლოო პროდუქტის მიღების დროს ნაკლები დანახარჯით ან სწორად დანახარჯით ხას უსვამ, არ გაზარდოს ჯიბის ხარჯი და არ გაზარდოს სახელმწიფო მიერ გამოყოფილი ფულის ხარჯი. აქ ამ ოჯახის ექიმს თუ სოფლის ექიმს უდიდესი როლი ენიჭება. ეს არის ფულის ყაირათიანი, გონიერი, მიზანსწრაფული ხარჯვა. ამ კუთხით ხო არ გაიგებთ ანალიზი სადმე, იმიტომ რომ ჩვენ მედიცინას ეს არ არის ჩვენი ჩვენი ხელისუფლების ბრალი საქართველოს გარიჟრაზე მედიცინამ უარი თქვა დახმარების თემაზე. მედიცინა გახდა მომსახურების თემა. სამედიცინო დახმარება აღარ არის. არის სამედიცინო მომსახურება. ამიტომ ყველაფერი არის მიმული ფულზე და მიმული იმ დაფინანსებაზე, რასაც ჩვენ ვამზადებთ და დავტოვეთ ექიმის მორალის და ექიმის ფიცის ანაბარა პაციენტი ზოგჯერ. აქ ვარ გაიკეთებიათ ანალიზი ამ რგოლის გამოტოვების საერთოდ და ზედა ეშელონში სიარულის. მადლობთ. სხვა შეკითხვები არ არის? მე მგონი კი ბატონო ძალიან მოგესალმებით, მადლობას გიხდით აუდიტის სამსახურს სწორი მიგნებისთვის ერთ დეტალს მინდა ხაზი გაუსვა. ეს არის
მოკლედ სოფლის ექიმებს აქვთ გარკვეული პრობლემები, ტექნიკური პრობლემები ცოდნასთან დაკავშირებით, თუნდაც ისეთ უიშვიათეს დაავადებებზე, რომლებიც სახელმწიფო მნიშვნელოვნად აფინანსებს 100%-ით მედიკამენტებს, უკეთესი იქნება თუ მივახცევთ ყურადღებას და თუ გავზდით უნარებს ამ ადამიანებისას, აი იშვიათი დაავადებების საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოწერის ნაწილში რა. Დრო ამ ადამიანებს უწევთ ბატონმა ზაზამძანა გეოგრაფიულად შორი დისტანციის გავლა, რომ ის იშვიათი დაავადებებისთვის სწავლები, რომელიც გამოუწერა ექიმმა, ტექნიკურად რომ გამოწეროს სოფლის ექიმმა, პროგრამულად რომ აისახოს და აფთიაქში მიიღოს უფასოდ. აქ უკვე საჭიროა უნარები გაიზარდოს სოფლის ექიმის, რომ იქ ადგილზე მოხდეს ატვირთვა პროგრამულად. ალბათ გესმით რაზე ვსაუბრობ, ხო? ქრონიკულ მედიკამენტებზე, კი ბატონო, მაგალითად პარკინსონზე. რომ სოფლის ექიმი უჭირს უნარი არა აქვს ტექნიკური იმ დონეზე, რომ კარგი იქნება თუ გაუზდით რა მიმართულებით და აუდიტის დასკვნაც და რეკომენდაციაც დამიგნებაც ალბათ ამაზე იყო უნარების გაზრდაზე აქცენტი გაკეთებული. მადლობა. ესე იგი შეკითხვები არის ორივე მხარეზე, უბრალოდ მე მინდა დავაფიქსირო, რომ აუდიტის სამსახური კონკრეტულ პასუხებს არცემს, რომ ასე გააკეთეთ. ის უბრალოდ აკეთებს მიგნებებს, რა არის გამოსასწორებელი. ну თვითონ იტყვიან ალბათ ბრძანეთ და შემდეგ მანიშნეთ ხოლმე და რა თქმა უნდა ყველას ვისაც მოგესალმებით ერთი ტექნიკური კითხვა მექნება მე აუდიტის სამსახურის დოკუმენტში არის რომ ექიმების მხოლოდ მცირე ნაწილი მიუხედავად იმისა მცირე არის 19% სერტიფიცირებული არ არის საოჯახო მედიცინაში ეს თქვენი კვლევის ნაწილში არის 19% ხო შეიძლება წინა დღეს რაღაც 22-25% ყოფილიყო და ანუ კლებადი ხო არ არის ამაზე ხო არ გაქვთ ინფორმაცია უფრო მეტი რომ გაგვიზიაროთ კი ბატონო, დავიწყებ ძალიან მოკლედ შევეხების საკითხებს და გიორგი გააგრძელებს, ასე ვთქვათ, დეტალურად თემატიკას. პირველი საუბარი იყო გამოსავალთან დაკავშირებით სერტიფიცირების მიმართულებით. გიორგიმ როგორც აღნიშნა პრეზენტაციაში, ამ ეტაპზე სამოქმედო გეგმის შეთანხმება მიმდინარეობს სამინისტროსთან, თუმცა ჩვენ გქონდა ამ საკითხების გავლა მათთან და რამდენადაც ვიცი, მუშაობა მიმდინარეობს როგორც რეზიდენტურის მიმართულებით და ასევე საოჯახო მედიცინაში სერტიფიცირების მიმართულებით საუბარია უშუალოდ უკვე სისტემაში ახალ შესულ კადრზე და არა ვთქვათ ხანდაზმულ ექიმებზე, რომელსაც ბუნებრივია რომ ამ ეტაპზე გაუჭირდებათ ამ პროცესებში ჩართვა, სასწავლო პროცესებში ჩართვა. მეორე საკითხი იყო რეფერალი და ამ საკითხს გიორგი გააგრძელებს, უბრალოდ მე რაც პირველადი ჯანდაცვის ზოგადად როლი რეფერალთან დაკავშირებით, რომ პაციენტი პირველ რიგში უნდა მიდიოდეს პჯდ ექიმთან, ანუ ოჯახის ექიმთან. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კონკრეტული შეფასებები არ გვაქვს გაკეთებული, ასევე არ გვაქვს გამოკვლეული ის თუ რამდენად ტოვებენ ამ რგოლს პაციენტები, თუმცა ფაქტია რომ ეს ტენდენცია არსებობს და აი როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სტიმულებზე, ხო, მათ შორის მათი დაფინანსების სტიმულებზე, მათი ანაზღაურების სტიმულებზე, მათ შორის მოიაზრება განხორციელებული რეფერალების რაოდენობაც. ჩვენ როგორც აღნიშნეთ 2015 წელსაც ჰქონდა ჩატარებული აუდიტი და ამ მიმართულებით სხვა აუდიტებიც გვაქვს ჩატარებული, ისეთი როგორიც არის მაგალითად დაავადებათა ადრეული გამოვლენის საკითხი. და სწორედ ამას ვამბობდით, რომ უნდა არსებობდეს სტიმული სოფლის ექიმებისთვის და ზოგადად ოჯახის ექიმებისთვის, რომ თუ ის გააკეთებს რეფერალს და ეს რეფერალი იქნება სწორი, მაგალითად ონკოლოგიის მიმართულებით, მას ამაში, ასე ვთქვათ, შესაბამისი ანაზღაურებაც უნდა მიიღოს, რომ ასე ვთქვათ, გაძლიერდეს მათი როლი ამ მიმართულებით, მათ შორის დაავადებათა ადრეული გამოვლენის კუთხით. ასევე იყო მედიკამენტების და კიდევ სერტიფიცირების საკითხები და გიორგი ამაზე მაშინ შენ რო გააგრძელო და რეფერალ. მადლობა. სოფიო იყო პირველი აუდიტის ავტორი და ამიტომ არის ესე ჩართული აქტიურად, თვითონ იყო აუდიტორი და კარგად იცის ეს საკითხები. რაც შეეხება ახლა მეც ბევრს ვერ დავამატებ, უბრალოდ ორი საკითხი. პირველი ამ 19%-თან დაკავშირებით ნამდვილად მცირდება იმ ექიმების პროცენტი, რომელსაც არ აქვს სერტიფიკატი. პირველი აუდიტი 10 წლის წინ რო ჩავატარეთ, მაშინ 60%-ს ჰქონდა სერტიფიკატი და 40-ს არ ჰქონდა. ეხლა 91-19-ზე არის. ანუ სიტუაცია უმჯობესდება. ამ ნაწილში პოზიტიური დინამიკა ნამდვილად არის. რაც შეეხება ბატონ ლადოს კითხვას ამ იმასთან დაკავშირებით
პირდაპირ მეკარიბჭის ფუნქციას რო ვერ ასრულებს პირველადი ჯანდაცვა. კი ბატონო, ეს ჩვენთვის ცოტა ტექნიკური საკითხი არის, ჩვენ აუდიტორები ვართ, მაინც საბოლოო ჯამში და არა ექიმები ან სამედიცინო სფეროს პროფესიონალები, თუმცა ჩვენ რაც შეგვიძლია, ჩვენც დავინახეთ ეს მაგალითად ეს გადახტომა რაც უწოდეთ, ხო, რომ გამოტოვა პირველადი ეტაპი პირველადი ჯანდაცვის 3-4 ჯერ მეტიაო მოტივაციის ნაწილში გვიწერია სტატისტიკა ჩვენთან ვიდრე ევროპის ქვეყნებში, სადაც ეს პირველადი ჯანდაცვა ძლიერია, თუმცა ჩვენ ამ ნაწილში აუდიტის ნაწილში უფრო ტექნიკურად შევხედეთ, სოფლის ექიმებს რამდენად მაქსიმალურად რო ხელი გაუწოდონ პაციენტს და თვითონ ექიმების ნაწილში რისი გაკეთება შეიძლება და არა პაციენტებზე მაინც და მაინც არ გაგვიკეთებია ამ შემთხვევაში აქცენტი და ამიტომ გავაკეთეთ მაგალითად ყურადღება საკმაოდ დიდი ყურადღება გვაქვს დათმობილი ანგარიში მაგალითად ექიმები რამდენად აკეთებენ იმ პაციენტების რეფერალს სხვა პროგრამებში მაგალითად სკრინინგის პროგრამებში ოჯახის ექიმები ნაკლებად ამის ამართებენ, მხოლოდ 27% ამის ამართებს, რაც შეიძლება იყოს ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იმის, რომ მე უკვე ზედარგოლში ხვდება ბევრი ადამიანი. თუმცა ამის ბევრი კომპლექსური საკითხია, მოკლედ აუდიტს ეს არ შეუსწავლია ცალსახად. ბატონო გიორგი, შეკითხვებთან დაკავშირებით ხო რა გქონდა? თქვენს კითხვასთან დაკავშირებით იგივე დავუშვათ ჩვენ ასე ვთქვათ არა მხოლოდ სოფლის ექიმების მიმართულებით ზოგადად ანუ სისტემურად დაგეგმილი გვაქვს რომ კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით დავნერგოთ ძალიან ახალი და ძალზედ მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ პროდუქტები ჯანდაცვის სისტემის მასშტაბით რომელსაც ასევე უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ ანუ გეგმის სახით მიმდინარე წელს ასევე მე არ შემიძლია რომ არ აღვნიშნო თუნდაც ის ფაქტორი რომ გასულ წელს იგივე სოფლის ექიმების ბიუჯეტი სახელმწიფო ბიუჯეტი იყო 45 მილიონი ლარი წელს გვაქვს 59.5 მილიონი ლარი აქაც მატება არის ანუ ეს ხალხსახად უკვე მეტყველებს იმაზე რომ კაპიტალიზაციის პროცესი ასე ვთქვათ რეკაპიტალიზაციის პროცესი მიმდინარეობს სოფლის ექიმების პროგრამის მიმართულებით და ზოგადად სახელმწიფო ჩვენ ჯანდაცვის სამინისტრო ორიენტირებული ვართ იმაზე რომ კიდევ უფრო განვავითაროთ ეს მიმართულება და ეს დარგი ანუ სოფლად. კი ბატონო, თუ არ არის სხვა შეკითხვები ამ თემაზე, იგივე საკითხზე შემდეგ რეკომენდაციაზე გადავიდეთ. ერთი მიგნება გვაქვს ბატონო პაატა დარჩენილი და შემდეგ ამას აქვს ორი რეკომენდაცია. ერთი მიგნება, მეოთხე მიგნება ნუმერაციით არის რომ ადმინისტრირების ნაწილზე გადავედით ახლა უფრო პროგრამის. აქ მიგნება გქონდა რომ არ არსებობს წინასწარ განსაზღვრული რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინდიკატორები, რასთან მიმართებაშიც შეფასდება არსებული მდგომარეობა. ჰოლდინგი არ ფლობს საკმარის და განახლებად ინფორმაციას მონიტორინგის მაღალი ხარისხით ჩასატარებლად და სოფლის ექიმების მიერ წარმოდგენილ ანგარიშგებებში არსებული ინფორმაცია არ არის ზუსტი და შეიცავს მექანიკურ შეცდომებს. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით რეკომენდაცია, მეოთხე რეკომენდაცია სამინისტროს მიმართ გვაქვს, რომ შედეგზე ორიენტირებული ანგარიშვალდებულებისა და სოფლის ექიმების ეფექტიანი მონიტორინგის სისტემის შექმნის მიზნით განსაზღვროს პროგრამის და სოფლის ექიმების საქმიანობის მონიტორინგის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინდიკატორები და გაწეროს ჰოლდინგის მიერ განსახორციელებელი მონიტორინგის პროცესი და შეიმუშაოს ან დანერგოს სოფლის ექიმების ანგარიშგების ისეთი ფორმა ან სისტემა, რომელიც ჰოლდინგს მიაწვდის ეფექტიანი მონიტორინგისთვის საჭირო /საკმარის ინფორმაციას, მაგალითად პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების სამიზნე მოსახლეობის, პაციენტისთვის გაწეული მომსახურების შესახებ და ასე შემდეგ. და ასევე მეხუთე რეკომენდაცია იგივე საკითხზე ჰოლდინგს აქვს რომ სოფლის ექიმების საქმიანობის ეფექტიანი მონიტორინგის მიზნით განახორციელოს პროგრამის შედეგებისა და სოფლის ექიმების საქმიანობის შეფასება წინასწარ შერჩეული რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინდიკატორების გამოყენებით. სულ ეს არის ამ ნაწილში. მადლობა, ბატონო გიორგი, ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით რას ბრძანებთ? ბატონო, ამ რეკომენდაციას ვიზიარებთ, ასევე ამაზეც რა თქმა უნდა უკვე პროექტის სახით, ასე ვთქვათ, გაწერილი გვაქვს ამნაკლოვანებების აღმოფხრის პროექტი, რომელსაც რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ განმეორდები და მიმდინარე წელს ამასაც წარმოვადგენთ.
მე ვფიქრობ, რომ თუ იგივე იცით რა არის პროექტის ნაწილში, ანუ გარკვეული ასე ვთქვათ რისკები გამოიკვეთა სოფლად ინტერნეტთან დაკავშირებით, ანუ ჩვენ გვინდა რომ იგივე პროგრამულ ნაწილში განვახორციელოთ მსგავსი მონიტორინგის პროცესები, თუ მოგცემ საშუალებას იგივე სოფლად ინფორმაციული ტექნოლოგიების საშუალებას, შესაბამისად ამ მიმართულებითაც შესაძლებელი იქნება რომ დაინერგოს მომავალში მსგავსი მონიტორინგის პროცესები. კი, იცით რომ ეკონომიკის სამინისტრო თემაზე მუშაობს და უახლოეს წლებში თელ საქართველოს იქნება მოცული და რა თქმა უნდა ეს გაგიადვილებთ მუშაობას. შეკითხვები თუ არის? კარგი ბატონო, ჩვენთვის როგორც აუდიტის ჯგუფისთვის მთავარი არის რომ ეს რეკომენდაციები რომელიც გაცემულია შესრულებადია ეთანხმებით და თხოვნა გვაქვს მე ამაზე აღარ გავმეორდები რომ როდესაც მოგწირთ კომიტეტის სახელით რომ ჩვენც მოგვაწოდოთ ეს ინფორმაცია თუ როგორ და როდის აპირებთ. დიდი მადლობა, გადავდივართ შემდეგ საკითხზე. პანდემიის შემდგომ პერიოდში ინფექციების მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 22-23 წლებს მოიცავს გაიცა 3 რეკომენდაცია. ხალბატონო სოფიო, ვინ იქნება მოხსენებელი? მოხსენებელი იქნება მარიამ ზაალიშვილი, სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. კარგი, გისმენთ ხალბატონო მარიამ. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ პანდემიის შემდგომ პერიოდში ინფექციების მართვის ეფექტიანობის აუდიტს. აუდიტის ობიექტებს წარმოადგენდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და მის კონტროლ დაქვემდებარებაში მყოფი სიბ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრი. აუდიტის საგანს წარმოადგენდა ინფექციების მართვის მიზნით დანერგილი მექანიზმების ეფექტიანობა. ორი მიმართულებით დავფარეთ აღნიშნული საკითხი, ინფექციების მართვის პოლიტიკა და განხორციელებული ქმედებები და ინფექციურ დაავადებებზე ეპიდემიოლოგიის მიზნით დანერგილი მექანიზმების ეფექტიანობა, რის შედეგადაც გავეცით 3 რეკომენდაცია. აღნიშნული აუდიტის ფარგლებში მოცემული საკითხების მიმართულებით დავფარეთ 2 სახელმწიფო პროგრამა, ეპიდემიოლოგია და ასევე იმუნიზაცია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიმართულებით. რაც შეეხება უშუალოდ აუდიტის მიგნებებს, დავიწყებთ ინფექციის მართვის პოლიტიკით და განხორციელებული ქმედებებით. ინფექციის მართვის მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებები ასახულია ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებისადმი მზადყოფნისა და რეაგირების გასაუმჯობესებლად, რომლის ფარგლებშიც გაწერილია რამდენიმე კომპონენტი, მათ შორის არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებზე მზადყოფნის და რეაგირების მიმართულებით მართვის გაუმჯობესება, ეპიდემიოლოგიის სისტემის გაძლიერება, სამედიცინო კონტროლის ღონისძიებების გაძლიერება საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნისა და რეაგირებებისთვის, რისკების კომუნიკაციის ეფექტიანი მრავალდონიანი და მრავალმხრივი კამპანიის მექანიზმები. რაც შეეხება უშუალოდ მიგნებას, სამინისტროსა და ცენტრის მიერ გადადგმულია გარკვეული ნაბიჯები ინფექციების მართვის სისტემის გასაძლიერებლად, თუმცა კვლავ გამოწვევად რჩება რიგი საკითხები, როგორიც არის მაგალითად სტრატეგიული დოკუმენტაციის ერთიანი დოკუმენტის შემუშავება და ისე უკვე არსებული ფარგლებში აქტივების შესრულება, შესრულებული აქტივების უმეტესი ნაწილი აუდიტის პერიოდისთვის იყო შესრულებული, თუმცა კვლავ რჩებოდა გარკვეული საკითხები თითოეული მიზნის ფარგლებში, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო შესრულებული. რაც შეეხება შემდეგ საკითხს, ეს არის სეზონური გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ცენტრი ყოველწლიურად შეისყიდის მოსახლეობის გარკვეული რაოდენობისთვის 200,000 დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, თუმცა მოცვის მაჩვენებელი დაბალი იყო და ამასთან არ იყო განსაზღვრული რაოდენობრივი სამიზნე მაჩვენებელი, უკეთ რომ განმარტოთ საერთაშორისო პრაქტიკით დადგენილი იყო გარკვეული პროცენტი, მაგალითად
მაგალითად 70-დან 75%-მდე მოწყვლადი ჯგუფების ვაქცინაცია ითვლებოდა ოპტიმალურ მაჩვენებლად და ამ შემთხვევაშიც ამაზე გვაქვს საუბარი ჩვენც, რომ ოპტიმალური იქნება განსაზღვრული იყოს რაოდენობრივი სამიზნე მაჩვენებელი. წინა წლებთან შედარებით 23-24 წლების სეზონზე გარკვეულად შემცირებული იყო. წინა წლებში 99%-იანი მოცვა იყო შესყიდული ვაქცინების, ხოლო მიმდინარე სეზონზე 85%-მდეა შემცირებული. ასევე შემცირებული იყო ზოგიერთ რისკ ჯგუფებში ვაქცინაციის მოცვის მაჩვენებელი, როგორიც არის მაგალითად სამედიცინო პერსონალი, წინა წლებში დაახლოებით 79% იყო ვაქცინირებული, ხოლო შემდეგ უკვე 51%-მდეა მიმდინარე პერიოდში შემცირებული, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ეს კატეგორია ექვემდებარება სავალდებულო ვაქცინაციას. რაც შეეხება ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისით, ესეც იყო ჩვენი კვლევის ერთ-ერთი საგანი. აღსანიშნავია ის, რომ NCDC-ის და სამინისტროს მიერ ჩატარებულია კამპანია და ეს უკვე ჩვენი გამოკვლევის და გამოკითხვის შედეგებითაც დადასტურდა, გამოვკითხვით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოსახლეობა. ცნობადობა მაღალი იყო იმის შესახებ, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა აიცრან, თუმცა მიზეზი რის გამოც ბენეფიციარები ასახელებდნენ ჩვენთან საუბარში არის ის, რომ მათ არ ჰქონდათ სურვილი შესაბამისად ჩვენი რეკომენდაციაც ამ მიმართულებით ამაზე გვაქვს აქცენტი, რომ ვაქცინაციის სარგებლიანობის შესახებ კამპანია ნაკლებად მოიცავდა საკითხებს და ორიენტირებული იყო ძირითადად ხელმისაწვდომობაზე. ერთ-ერთი შემდეგი საკითხი უკვე არის ინფექციის მართვის არსებული მექანიზმები, კერძოდ მონიტორინგი გადამდები დაავადებების სტატისტიკის წარმოების შესახებ. ცენტრი მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის ჩართულობით ეპიდზედამხედველობის პროგრამის ფარგლებში აგროვებს ინფორმაციას სხვადასხვა პათოლოგიური აგენტის მიერ გამოწვეული დაავადებებისა და მდგომარეობის შესახებ მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუმცა მათი შეგროვების და ზედამხედველობის მექანიზმი შეიცავდა გარკვეულ ნაკლოვანებებს, მაგალითად სასწრაფო შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებების და მდგომარეობის ფარგლებში დაფიქსირებულ მონაცემთა ურთიერთშედარებით აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ნოზოლოგიის შემთხვევაში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის პროგრამის მონაცემებით ფიქსირდებოდა იმაზე მეტი მონაცემი, ვიდრე ცენტრს ჰქონდა და ამ შემთხვევაში გვქონდა გარკვეული აცდენა, რამაც მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ გარკვეული ნაწილი სასწრაფო შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებების არ მიეწოდებოდა ცენტრს დროულად. შერჩეული დაავადებების მდგომარეობების 22-23 წლებში ჩატარებული ეპიდკვლევების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული ინფორმაცია ჩატარებულ ეპიდკვლევებთან დაკავშირებით 53% შემთხვევაში არ იყო სრულყოფილი, უგულისხმობთ იმას, რომ ელექტრონულ სისტემაში არსებული ოფციები არ იყო შევსებული. და რაც შეეხება უშუალოდ უკვე მექანიზმების მეორე ნაწილს, ეს არის ადგილზე მონიტორინგი 2022 წლის მონაცემებით, ადგილზე ვიზიტით 4-ჯერადად, ანუ სრულად შემოწმდა მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის 5%, ხოლო ეს რიცხვი 2023 წლისთვის გაზრდილი იყო 35%-მდე. და ასევე ბოლო საკითხი, რომელიც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, დანერგილი მექანიზმების ეფექტიანობის გაძლიერების თვალსაზრისით წარმოადგენს ეს ადამიანური რესურსების მართვა. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის ეფექტიანად მუშაობისთვის აუცილებელია კადრების ადეკვატური რაოდენობის განსაზღვრა, შესაბამისი ფუნქციისა და სამუშაო აღწერილობის მინიჭება, შესაბამისი კომპეტენციების განსაზღვრა და თანამედროვე სტანდარტებით უწყვეტი გადამზადების პროცესის უზრუნველყოფა. ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია. შესაბამისად, ჩვენც ვიხელმძღვანელეთ როგორც ერთ-ერთი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც შევაფასეთ არსებული მდგომარეობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებში. აუდიტის ფარგლებში გამოვლინდა შემდეგი საკითხები: საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების 46% ჯამურად დასაქმებული ჰყავდა ყველა პროფილის გათვალისწინებით იმაზე ნაკლები შრომითი რესურსი, ვიდრე განსაზღვრული და რეკომენდირებული იყო ბრძანებით. ამასთან პროფილური შრომითი რესურსის შემთხვევაში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენდა შესაბამისობა დაფიქსირდა ცენტრების 32% შემთხვევაში.
სისტემაში ახალი კადრების შედინების მაჩვენებელი იყო დაახლოებით 5%-ს შეადგენდა, ხოლო საპენსიო ასაკს მიღწეული პროცენტული მაჩვენებელი დაახლოებით 40% იყო და ამითაც ხაზგასმულია ის, რომ ახალი კადრების დეფიციტია ამ მიმართულებით. მოცემულ საკითხებზე გავეცით რეკომენდაციები, გაცემული გვაქვს სულ 3 რეკომენდაცია. პირველი სამინისტროს და ცენტრს და სამივე რეკომენდაცია სამინისტროს და ცენტრის მიმართულებით არის გაცემული. პირველი შეეხება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. წაგიკითხავთ რეკომენდაციას თუ შეიძლება. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მოცვის მაჩვენებლის ზრდის მიზნით დაინერგოს შესაბამისი მექანიზმები, როგორც მოსახლეობის, ასევე სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული სეგმენტისა და რისკ ჯგუფებისათვის, ამასთანავე გაზრდილი მოთხოვნის პირობებში გათვალისწინებული იქნას ვაქცინის სათანადო რაოდენობით უზრუნველყოფა. მეორე რეკომენდაცია შეეხება უკვე ინფორმაციის მოპოვების მექანიზმებს. გადამდები დაავადებების შესახებ ქვეყნის დონეზე ზუსტი და სრული ინფორმაციის მოპოვების მიზნით დაინერგოს სამედიცინო დაწესებულებების მიერ წარდგენილი როგორც აგრეგირებული, ისე ინდივიდუალური შემთხვევების შესახებ მონაცემების ზედამხედველობის ეფექტიანი მექანიზმი და გაუმჯობესდეს დაავადებებზე ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემა და ბოლო საკითხი შეეხება ადამიანური რესურსების ნაწილს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფერო საკმარის და კვალიფიციური ადამიანური რესურსის უზრუნველსაყოფად შეფასდეს არსებული მდგომარეობა და შემუშავდეს დაინერგოს და ზედამხედველობა გაეწიოს არსებულ საჭიროებებზე მორგებულ ადამიანური რესურსის განვითარების გეგმას, რომელიც შესაძლებელს გახდეს გაუმკლავდეს არსებულ და მომავალ გამოწვევებს ინფექციების მართვის მიმართულებით. სამივე რეკომენდაცია გაზიარებული გვაქვს აუდიტის ობიექტთან, რომლის მხრიდანაც არ ყოფილა დამატებითი შენიშვნები ამ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად მიმდინარე სტატუსი აქვს მოცემულ რეკომენდაციებს. მადლობა. მადლობთ. კალბატონო ირინა. გთხოვთ. დიდი მადლობა ამ რეკომენდაციებისთვის. ძალიან მოკლედ გამოვეხმაურები. პირველ რიგში აქ აღინიშნა, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით გარკვეული საკომუნიკაციო კამპანია ჩატარდა, მაგრამ ეს იყო ძირითადად სარგებლიანობაზე ორიენტირებული, უბრალოდ მოცვაზე ორიენტირებული და არასარგებლიანობაზე. ვეთანხმებით ამ მიდგომას და აი ამ სამივე რეკომენდაციას სრულად ვიზიარებთ. უბრალოდ ერთადერთი დამატებით რა ინფორმაცია შემიძლია მოგაწოდოთ, რომ ჯანმოს დახმარებით შემუშავდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საკომუნიკაციო გეგმა. ანუ ერთი არის ზოგადად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების დარიგება და ხელმისაწვდომობა მთელი საქართველოს მასშტაბით და ასე ვთქვათ, ყველა მუნიციპალიტეტის მოწვით ცხადია აქცენტით შედარებით უფრო მოწყვლად ჯგუფებზე, იმიტომ რომ გვახსოვს ჩვენ პირველ რიგში გამოიყო გარკვეული კატეგორიები, ვისთვისაც პირველ ეტაპზე იყო აუცილებელი ვაქცინაცია და შემდეგ ეს გაფართოვდა და ფაქტობრივად მთელი საქართველოს მოსახლეობა მოიცვა. ერთი არის ის, რომ ეს ვაქცინები არსებობს, ხელმისაწვდომია ყველასთვის და ასე ვთქვათ, მისაწვდომობის პრობლემა არ არის, მაგრამ ეხლა მე როგორც ვხედავ, აქ კომუნიკაციის პრობლემა უფრო არის, იმიტომ რომ ჩვენ მოსახლეობას უნდა ვესაუბროთ არა მხოლოდ იმაზე, რომ აი ეს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები არის, არამედ ამის სარგებლიანობაზეც. და ეს საკომუნიკაციო გეგმა, რაზეც ეხლა წეღან გითხარით, აი ზუსტად ამას შეუწყობს ხელს. ხა ზოგადად სამინისტროში საკომუნიკაციო სტრატეგია არსებობს და მოგეხსენება თქვენ, რომ ძალიან ფართედ ანუ ამ სტრატეგიის ფართედ გამოყენება ხდება არა მხოლოდ გრიპსა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან, არამედ სხვადასხვა დაავადებებთან, იქნება ეს სკრინინგი, იქნება ეს ძუძუს კიბო, საშვილოსნოს კიბო, არ ვიცი, სხვადასხვა ესეთი დაავადებები, რომლებსაც ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი რისკ ჯგუფები გააჩნია. და რაც შეეხება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ამასთან დაკავშირებით საკომუნიკაციო გეგმაც არსებობს, როგორც გითხარით და ძალიან ფართედ გავრცელდება ახლა, რომ ჩვენ მოსახლეობას ვესაუბროთ არა მარტო ვაქცინების მისაწვდომობაზე, არამედ მის სარგებლიანობასთან დაკავშირებითაც. ძალიან ბატონო. უღრმესი მადლობა. ერთი სიამონება არის ამ პოლემიკის მოსმენა. პოლემიკა არა, კარგი რეკომენდაციებიც არის, კაი მიგნებებიც არის, კარგი პასუხებიც არის. ეხლა ჩვენ ობივატელზე გავთვალოთ ეს ყველაფერი. აი აქ მაგალითად მე მთელი ცხოვრება და ჩვენ სადღაც უკვე პარლამენტში მესამე მოწვევაში ვარ, ვიძახი რომ მოწევა ცუდია, მაგრამ ეძევიან. ვიძახი რომ აცრა კარგია და არ იცრიან. სადავართ? მიგნე ამ კონკრეტულ თემას შეიძლება, მაგრამ ნახანეს საჯარო საშუალება მაქვს რომ მიკროფონში ეს კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი ასაკის კაცმა, მადლობასთან ერთად ესეც მინდა ვთქვა. ჩვენ გვყავს ტრები.
ადამიანებს არ გულისხმობ და პოლიტიკურ ძალებს. აქ დეპოლიტიზებულია ჩემი. მაგალითად თამბაქოს მწარმოებლები გვებძვიან, გვჯობნიან. ანუ ვერ ვაჯობეთ, მაგათ პოლემიკაში ვერ დავარწმუნეთ. ცდელობას არ აკლებს სამინისტრო. ეუბნება რომ ეს გვაქვს, გთხოვთ, ამ ჯგუფს ეკუთვნის, ეს გართულება შეიძლება მოგვივიდეს. ყოველ დღე სეზონურია, ახალია, მართალია ნებაყოფლობითია, მაგრამ აი რეკომენდაცია და დაიხარჯება დრო, დაიხარჯება საერთო დრო, შევწუხდებით, გამოვა ერთი ანტივაქსერი, ერთი, დღეს ყველას ტელეფონი მიჭირავს და რამდენი არიან იცით? ეს ბლოგერები, ერთი ვიღაცა რომელსაც სახელი არ ვიცით, არც გვარი არ ვიცით, არაფერი და ვიღაცა ინსტიტუტის არ აქვს დამთავრებული, ჩართავს ამას და მოიყვანს მაგალითს, ვაქცინა კლავს. და საფუძველი მისცა მსოფლიო მაგალითად კოვიდის ვაქცინაციამ დაარღვია ბევრი რამე. Take უცბად ეს რო წამოვა წინაპალზე, ხო ვიცით რა შეცვალ საქმე, ბევრი დანაშაული იქ არის სიღრმეში, სადაც ეთიოპათოგენეზურად თუ არ მიაგენი, მიზეზე ვერ გახვალ მის გამოკეთილშობილების გზაზე. ჩვენ უნდა აი რა უპირატესობა აქვს ექიმს, განათლებულ ადამიანს, აი ოჯახის ექიმს, ვისაც ენდობი იმ ადამიანს, მან უნდა უთხრას რა სარგებელი აქვს ამ ვაქცინას. და სად უნდა შევიდეს ესა? დედის ძესთან ერთად, მერე სკოლაში სკოლის ექიმის მეოხებით. იმ ბავშვს, რომელსაც ავხსნით ამ მიმართულებით, რომ შენი პირადი გიგიენის საკითხები, ეს საკითხები, მათ შორის ვაქცინაცია არის სარგებლის მომტანი. აქ უნდა დავხარჯოთ დრო. ეს ძალიან რუტინაა, მუდმივად განახლებადია. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, ჩვენ რომ 10 ვიტყვით, იქ ვიღაცა ნახევარ სიტყვას იტყვის, ის გჯობნის, იმიტომ ის ადვილი გასაკეთებელია და ლიბერალური მიდგომაა და თუ ჩემი პასუხისმგებლობა არ ავისწრი და მაგრამ ცოტა შიშიც არის საჭირო ითქვას შესაშინებლად კი არა ვიღაცის სულიერების დასადგმად, არამედ უნდა უთხრათ, აი თქვენ ჩემო ძვირფასებო, რომელსაც გაქვთ ეს გართულება და ჩვეულებრივმა გრიპმა შეიძლება ბოლო მოგიღოთ. ამაში სახელმწიფოს ნუ დაადანაშაულეთ მე და პოლიტიკურ წილში ნუ აიყვანთ ყურადღება სახელმწიფოს მხრიდან. თქვენი პასუხისმგებლობა სად არის, ჩემო ძვირფასებო და სათაყვანებელო ბენეფიციარებო. აი აქ უნდა ვიყოთ. ახალგაზრდები უნდა თავიდანვე განვაწყოთ ზდასრულებს, რომელსაც მენტალობას ძნელად შეუძლია, მაგრამ მათთანაც უნდა ბევრი ვიმუშაოთ, რომ სახელმწიფოს მიერ დანახული გართულებები, რომელიც შეიძლება მოგვიტანოს და მისმა პრევენციამ სარგებელი მოგვიტანოს, ეს უნდა იყოს ადვილად ახმადი, მისაღები და მე ხშირად მითქავს უთოს რო ჩართავ, იმ უთომაც უნდა ილაპარაკოს ამის სარგებლიანობაზე. აქ დანახარჯები რამდენიც არ უნდა იყოს, ჩვენ უნდა დავხარჯოთ ეს, იმიტომ იმ ადამიანებმა ნელა, მაგრამ ხშირად რო ესმის ეს გაისიგძე განო. დიდი მადლობა. მადლობა, ბატონო ლადო. თქვენ უფრო გამოსვლა გქონდათ საინტერესო და კარგი, ვიდრე შეკითხვა მე მგონი და შეკითხვები ხომ არ არის? კი ბატონო. ბატონო აუდიტმა ახსენა 2022-ში 2023-ში იყო უფრო მაღალი პროცენტულობა ვაქცინების და მერე შემდეგ იკლო. უბრალოდ მაინტერესებს მე არა ვარ სამედიცინო განათლების მქონე ადამიანი და ეს ხო არ იყო კოვიდის შიშით გამოწვეული, თუ არა მაშინაც ხო იქნებოდნენ ინფორმირებული, თქვენ რო აკეთებთ ინფორმაციაზე აქცენტს, რა თქმა უნდა, ინფორმირებული ადამიანი, შეიარაღებული ადამიანია 21 საუკუნეში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას კონდეს სწორი ინფორმაცია, მაგრამ ეს ნაწილი ხო არ იყო, რომ მაინც მაგ წლებში კოვიდი იყო და ამიტომაც უფრო ჭარბი იყო მიმართვიანობა და ამიტომაც მოხდა უფრო მაღალი დოზით ვაქცინაცია. ჯანდაცვის სამინისტროს რო ეხება ალბათ ეს კითხვა უფრო პროფესიული მიმართულება და სხვა შეკითხვები თუ არა გვაქვს, ხომ არა გაქვთ ამას პასუხი? რატომ იყო? შესაძლოა ყოფილიყო. თქვენ ხო რას ფიქრობთ? კი ბატონო, სხვადასხვა განმარტებებს, რასაც გავეცანით, ზოგადი სტატისტიკაც ესეთია, რომ კოვიდის დროს გაიზარდა ასევე სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ათვისების მაჩვენებელი. შესაბამისად, ჩვენ შემთხვევაშიც სავარაუდოდ ეს იყო, რომ 99% ათვისება სწორედ ამას უკავშირდება კოვიდის პერიოდს.
ეს ცდობას უსტებ თუ შევატყობ, თუ წინა პერიოდსაც ვნახავთ 19-18 წლებსაც ძალიან მაღალი იყო ათვისების პროცენტი. ამიტომ ის რაც ანტივაქსერებმა აკეთეს COVID პანდემიის დროს, იმან გამოიყო შედეგი შემდეგ. ამიტომ ერთიანი მუშაობა გვჭირდება იმისათვის, რომ განსაკუთრებით სეზონური გრიპის 4-ხვალენტიანი ვაქცინა, რომელიც შემოაქვს ჯანდაცვის სამინისტროს და სახელმწიფოს, ძალიან მაღალ ხარისხით გამოირჩევა და ძალიან მაღალი ეფექტურობით. ამიტომ რა თქმა უნდა, ყველაფერმა ამ შემთხვევაში საწინააღმდეგოდ იმოქმედა, რომ ათვისება ყოფილიყო ქალბატონო გრეტა ამ ვაქცინის შემდგომ პერიოდებში 100%-ით. ესე რაღაც რეკლამასავით გამომივა ალბათ და კარგი იქნება. მეც არასოდეს არ ამიცრია რაღაცათო და ეს ბოლო 2 წელიწადი ავიცარი და ძალიან მოყოლილი ვარ იმ გაგებით, რომ ერთი რამე რო არ შემხედროდა მაინც გრიპი არ არსებობდა და ახლა ჯერ არ შემხვდა და მეორე იმათ ხარ უფრო ძლიერად მორალურად რომ იცი რომ აცრილი ხარ და ნაკლები ის არის. ამიტომ მეც აუწოდებ ყველას, რა თქმა უნდა, ვისაც თავში უდევს რომ არ უნდა იცრას, ის არასოდეს არ აიცროს, მაგრამ ვინც მერყევს რომ ეს კარგი საქმე. კარგი, ეს საკითხიც ამოიწურა. აღარ გამეორდები, პასუხები მოგვივა, შემდეგ როგორ იქნება, გადავიდეთ მესამე საკითხს. ციფრული ჯანდაცვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში. პერიოდი მოიცავს 20-23 წლებს, გაიცა 4 რეკომენდაცია. ქალბატონო სოფიო, ვინ იქნება? მარიამი წარმოადგენს. მარიამ, გთხოვთ. წარმოგიდგენთ ციფრული ჯანდაცვის ეფექტიანობის აუდიტს, ობიექტებიც ამ შემთხვევაშიც ჯანდაცვის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი ერთეულები, ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი იყო. აუდიტის საგანს წარმოადგენდა ციფრული ჯანდაცვის ელემენტების ეფექტიანი და პროდუქტიული მართვა. მოვიცავით 2020-2023 წლები. 4 რეკომენდაცია გავეცით და საკითხები შევისწავლეთ 2 მიმართულებით. პირველი დაგეგმვა და განვითარება და შემდეგ უკვე გამოყენება ციფრული ჯანდაცვის ელემენტების. რაც შეეხება უშუალოდ ციფრული ჯანდაცვის ელემენტებს, ჩვენი აუდიტისთვის შევარჩიეთ 3 მათგანი. ეს არის ჯანმრთელობის ელექტრონული ჩანაწერები, იგივე EHR სისტემა, რომელიც აუმჯობესებს პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ხარისხიანი, ზუსტი და დროული ინფორმაციის მიმოცვას სამედიცინო პერსონალს შორის, მაგალითად სამედიცინო ისტორია, დიაგნოზი, დანიშნულება, მკურნალობა, ასე შემდეგ. მეორე ელემენტი, რომელიც დავფარეთ ამ აუდიტის ფარგლებში, ეს იყო ელექტრონული რეცეპტების სისტემა, რომლის გამოყენებით შესაძლებელია როგორც ექიმების მიერ დანიშნული მედიკამენტების რაოდენობის, შემადგენლობის და მიზანშეწონილობის ზედამხედველობა, ასევე აფთიაქების მიერ რეცეპტს დაქვემდებარებული მედიკამენტების გაცემაზე მონიტორინგი და მესამე საკითხი ეს არის უშუალოდ ტელემედიცინა, რომელიც გულისხმობს სამედიცინო მომსახურების დისტანციურად უზრუნველყოფას და განსაკუთრებით ღირებული ინსტრუმენტია ჯანდაცვის სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის საუმჯობესებლად, მაგალითად სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის ექიმ სპეციალისტის მომსახურების გადაადგილების გარეშე მისაღებად. რაც შეეხება აუდიტის მიგნებებს, დავიწყოთ ციფრული ჯანდაცვის დაგეგმვით და განვითარებით. პირველ საკითხად გამოტანილი გვაქვს დაგეგმვა. ჯანმრთელობის დაცვის სისტემის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა, გამოცდილება მაჩვენა, რომ ამისათვის აუცილებელია არსებობდეს სტრატეგია ეროვნულ დონეზე და თანმიმდევრულად განხორციელდეს ქმედებები. აღნიშნულიც კრიტერიუმიც გამოყენებული გვაქვს ასევე WHO-ს კვლევებიდან. რაც შეეხება მიგნებებს, ციფრული ჯანდაცვის სხვადასხვა ელემენტის დანერგვა ქვეყანაში დაიწყო სულ მცირე 2016 წლიდან იმ ელემენტების, რომლებიც ჩვენი აუდიტის ფარგლებშია შესწავლილი. მიგნებას რაც შეეხება, აუდიტის პერიოდისთვის არ იყო შემუშავებული ერთიანი მიდგომა მისი დანერგვისა და განვითარებისთვის. ჯანმრთელობის დაცვის განვითარების 2022-2030 წლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში გაწერილია გარკვეული მიზნები ჯანდაცვის მართვის საინფორმაციო სისტემის გასაძლიერებლად, სადაც სამწლიანი სამოქმედო გეგმის მიხედვით გაწერილია დაგეგმილი აქტივობები და მისი შესრულების ინდიკატორები. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ამ აუდიტით მოვიცავით დაგეგმვის ნაწილში იყო ზუსტად ამ საკითხების შესწავლის მონიტორინგი და 2023 წლისთვის მისაღწევი აქტივობების ნაწილი არ იყო სრულად შესრულებული.
2018 წელს ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის შექმნისა და დანერგვის პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის მომზადდა სამოქმედო გეგმა, სადაც გათვალისწინებული იყო EHR სისტემის დანერგვისთვის რამდენიმე აქტივობა, საიდანაც გარკვეული ნაწილი კვლავ არ იყო შესრულებული აუდიტის პერიოდისათვის. ეს რაც შეეხებოდა დანერგვის ნაწილს. განვითარების ნაწილის კუთხით ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის წარმოების წესში მითითებული ფუნქციონალები, როგორიც არის მაგალითად იმუნიზაცია და C-ჰეპატიტის სკრინინგის მონაცემები, აუდიტის პერიოდისთვის არ იყო ასახული EHR სისტემაში. ასევე აუდიტის პერიოდისთვის არ იყო განხორციელებული EMR-ი, იგივე სამედიცინო დაწესებულებების ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემის თავსებადობის შემოწმება EHR სისტემასთან. აუდიტის ჯგუფის მიერ შემოწმდა ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულება, რომლის მაგალითითაც ჩანს, რომ EHR სისტემაში ასახული იყო EMR სისტემის შემთხვევათა 82%. პაციენტის გვერდი ხელმისაწვდომია 2024 წლის ნოემბრიდან EHR სისტემაში, თუმცა დაბალი იყო ინფორმირებულობა ჯანმრთელობის ელექტრონული ჩანაწერების სისტემის შესახებ იმ პაციენტებს შორის, რომელიც ჩვენ დავფარეთ ჩვენი გამოკითხვებით. მაგალითად, 150 გამოკითხულიდან 99 მიუთითებდა, რომ არ სმენიათ ამ სისტემის შესახებ, თუმცა შეიძლება უკვე ამოქმედების შემდეგ დღეს უკვე სხვა სურათია, ჩვენ საუბარი გვაქვს ჩვენი აუდიტის პერიოდისთვის. ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების EHR სისტემაში არ იყვნენ აუდიტის პერიოდისთვის ჩართული ოჯახის ექიმი და სოფლის ექიმი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია. შესაბამისად, მათ არ ჰქონდათ წვდომა პაციენტის შესახებ არსებულ ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონულ ინფორმაციაზე, რომელიც სავარაუდოდ მათთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი შემდგომი დიაგნოსტირებისთვის. ამ საკითხზე გავეცით ერთი რეკომენდაცია და შემდეგი სამი რეკომენდაცია უკვე გაცემული გვაქვს გამოყენებაზე, ამიტომ ამ საკითხით პირველ ნაწილში მხოლოდ პირველ რეკომენდაციას მოგახსენებთ. სამინისტროს მისამართით არის გაცემული ციფრული ჯანდაცვის ელემენტების ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების და ელექტრონული რეცეპტების სისტემების, ასევე ტელემედიცინის სერვისის ეფექტიანად დანერგვისა და ფუნქციონირების მიზნით შემუშავდეს მათი განვითარების სამოქმედო გეგმა და მისი შესრულების თანმიმდევრული ადმინისტრირების მექანიზმები, სადაც ასევე გათვალისწინებული იქნება სამინისტროს სისტემაში არსებული ელექტრონული სისტემებიდან მონაცემების დროული ასახვა, სასამედიცინო დაწესებულებების ადგილობრივი სამედიცინო ჩანაწერების სისტემების თავსებადობის შემოწმება. აღნიშნულ რეკომენდაციასაც აქვს ამ ეტაპისთვის მიმდინარე სტატუსი. მადლობთ, ბატონო გიორგი. პირველი რომ ასევე ამ ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით თუნდაც გასულ წელს საკმაოდ დიდი ნაბიჯები გადაიდგა. ანუ ჩვენ მუდმივად მუშაობთ განვითარების პროცესზე ინფორმაციული ტექნოლოგიების. მე შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი აქ ასახული რეკომენდაცია უკვე გამოსწორებული არის, იგივე ეგრეთ წოდებული EHR სისტემა, რაზეც საუბრობდნენ აუდიტის წარმომადგენლები. შემიძლია ცალსახად განვაცხადო, რომ ყველა დაუშვათ ჯანდაცვის სამინისტროს მხარე EHR-ი, ანუ ჩვენი ასე ვთქვათ ბაზები, სადაც არის ასახული მონაცემები, უბრალოდ სრულად არის თავსებადი EMR სისტემასთან, ანუ კლინიკების მხარესთან და თუ დაუშვათ იმ შემთხვევაში, თუ კლინიკების მხარეს, ასე ვთქვათ, არ გააჩნიათ EMR სისტემა, ანუ პროგრამული, მათ საშუალება აქვთ, რომ იგივე ინტერნეტის საშუალებით შევიდნენ EHR-ის web გვერდზე და ინტერნეტის საშუალებით შეიყვანონ უკვე ამ web გვერდის საშუალებით შეიყვანონ მონაცემები. ასევე e-prescription-იც იყო, ასე ვთქვათ, ნახსენები, ეს არის ელექტრონული რეცეპტები, აქაც გარკვეული ხარვეზები არსებობდა გასული წლების განმავლობაში. უბრალოდ თუ იქნებოდა კონკრეტები, რაც უკვე 2024 წლის იგივე მეოთხე კვარტალში უკვე გამოსწორდა, იგივე გარდაცვალების პრობლემები იყო, ასე ვთქვათ, ასახული, ანუ გარდაცვალებას ვერ კითხულობდა ხშირ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, პროგრამა და ეს უკვე პრაქტიკულად გამორიცხული არის. შესაბამისად, ის ხარვეზები, რაც უკვე აქ აუდიტს, ასე ვთქვათ, მათი
მოკლევის პროცესში ჰქონდათ ასე ვთქვათ მიგნებული, ბევრი მათგანი უკვე როგორც აღნიშნე უკვე შესრულებული არის, რასაც რა თქმა უნდა დამატებით წარმოგიდგენთ და ის ნაწილი ასე ვთქვათ, რაც ასევე აღნიშნე რომ მუდმივი განვითარების პროცესში არის, იგივე ინფორმაციული ტექნოლოგიები ეს ყველას მოგეხსენებათ, ამ განვითარების პროცესსაც რა თქმა უნდა დეტალურად ყველაფერს გაგაცნობთ. მადლობა, შეკითხვები არ არის, ამ საკითხის შემდეგი რეკომენდაციები. მეორე ნაწილი შეეხება ციფრული ჯანდაცვის ელემენტების გამოყენებას, რაზეც გაცემული გვაქვს სამი რეკომენდაცია და თითოეული საკითხის მიხედვით მოგახსენებთ პირველ რიგში მიგნებებს, დავიწყოთ ელექტრონული ჯანმრთელობის ჩანაწერების სისტემით. ძირითადი მიგნებები, რაც გამოვლინდა, არის ის, რომ დაახლოებით 16,000 პროფესიულად აქტიური ექიმიდან 24% 2023 წლისთვის არ იყო ჩართული აღნიშნულ სისტემაში. ასევე სტაციონარული და ამბულატორიული შემთხვევების წილი, რომელიც არ იყო ასახული HR სისტემაში 2022-23 წლებში შეადგენდა დაახლოებით 50%-ს და ასევე სისტემაში არ იყვნენ ჩართული მაღალი რისკის შემცველი საქმიანობის დაწესებულებების 57%, ხოლო სტაციონარული დაწესებულებების 4% დანარჩენი ჩართული იყო აღნიშნულ სისტემაში. რაც შეეხება შემდეგ ელემენტს ციფრული ჯანდაცვის, ეს არის ელექტრონული რეცეპტების სისტემა. აქ მთავარ მიგნებად ფიქსირდება ის, რომ აფთიაქების 32% არ არის ჩართული ელექტრონული რეცეპტების სისტემაში და ქვეყნის მასშტაბით რეცეპტს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის მომხმარებელზე გაცემული რეცეპტების ჯამური რაოდენობიდან, რომელიც დაახლოებით 498,000 იყო, 67% ელექტრონული რეცეპტის გარეშე იყო გაცემული და ასევე 150 გამოკითხული მოქალაქიდან უმეტესობა მიუთითებდა, რომ სმენიათ ელექტრონული რეცეპტების შესახებ, თუმცა 96 მათგანი აღნიშნავდა, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში არ ქონდა შესძენილი მედიკამენტი ამ სისტემის საშუალებით. და ბოლო კომპონენტი ტელემედიცინაა, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდა შემდეგი საკითხები. დაბალი იყო პაციენტების მიერ სერვისის მიღების მაჩვენებელი 2022 წლის ივლისიდან 2024 წლის ივლისამდე პერიოდი დავფარეთ, სადაც პოტენციურად 97,000 ბენეფიციარი იყო. აღნიშნული ბენეფიციარების 4%-ს ჰქონდა ტელემედიცინის სერვისები გამოყენებული, თუმცა აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ 4% იყენებს. ჩვენ შევადარეთ პოტენციურ ბენეფიციარებს, შესაძლოა გარკვეულ მათგანს არ ჰქონდათ საჭიროება ექიმ სპეციალისტების მიმართვიანობის. ჩვენ უბრალოდ საუბარი გვაქვს, რომ შესაძლებელია ტელემედიცინის სერვისების გაუმჯობესებას აქვს პოტენციალი ხელმისაწვდომობის ზრდის თვალსაზრისით და საშუალოდ პოტენციურად შეიძლება 97,000 ბენეფიციარი ჰყავდეს მომავალში მომხმარებელი. ასევე არ იყო გაწერილი კრიტერიუმი, რომელთა მიხედვით მოხდებოდა აპარატურის გადაცემა სოფლის ამბულატორიებისთვის. პირობითად რეგიონებში არსებობდა მუნიციპალიტეტებთან უფრო დიდი მანძილით დაშორებული სოფლები, სადაც ბენეფიციართა რაოდენობა მეტი იყო, ხოლო არ იყო ჩართული ამ პროგრამის ფარგლებში და ტელემედიცინის სერვისით არ სარგებლობდნენ. ასევე ტელემედიცინის სერვისების ამოქმედების თარიღიდან 22 წლის ივლისიდან 24 წლის ივლისამდე 6 სოფლის ექიმის მიერ არ იყო გამოყენებული აღნიშნული სერვისი და ასევე არ იყო გამოყენებული 3 ხელსაწყო, როგორც არის სპირომეტრი, სტეტოსკოპი და ოფთალმოსკოპი. და აღნიშნულ საკითხებზე გაცემული გვაქვს რეკომენდაციები. სამინისტროს და რეგულირების სააგენტოს აქვს მეორე რეკომენდაცია ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში ჩართული მომხმარებლებისათვის მუდმივად განახლებათ და სრულ მონაცემებზე წვდომის მიზნით შემუშავდეს ეფექტიანი ზედამხედველობის მექანიზმი, რომელიც გაზრდის ექიმებისა და სამედიცინო დაწესებულებების ჩართულობას, რითაც გაუმჯობესდება პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ არსებული ინფორმაციის დროულად და სრულად ასახვის მაჩვენებელი.
შემდეგი რეკომენდაცია რეგულირების სააგენტოს მისამართით არის გაცემული ელექტრონული რეცეპტების სისტემის ეფექტიანად ამოქმედების მიზნით შემუშავდეს ისეთი ზედამხედველობის მექანიზმი, რომელიც შეამცირებს რეცეპტს დაქვემდებარებული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შესაძლებლობას და ბოლო რეკომენდაცია გაცემულია ჰოლდინგის მისამართით ტელემედიცინის სერვისების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ტელემედიცინის სერვისების დანერგვისა და მისი ეფექტიანად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შემუშავდეს იმგვარი ადმინისტრირების მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ტელემედიცინის აპარატურის პროდუქტიულ გამოყენებას, რაც გულისხმობს აპარატების სოფლების მიხედვით განაწილებისას გეოგრაფიული და დემოგრაფიული ფაქტორების გათვალისწინებას, აპარატურის გამართული და უწყვეტი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას, სოფლის ექიმებისათვის ტელემედიცინის სერვისის გამოყენების მიზნით მოტივაციის ზრდას და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ტელემედიცინის სერვისების შესახებ ინფორმირების ამაღლებას. სამივე რეკომენდაციას აქვს მიმდინარე სტატუსი. მადლობა. მადლობა თქვენ, ბატონო გიორგი. ძანეთ და ანუ აქაც იგივე პოზიცია გვაქვს, ანუ ბევრი მათგანი ასე ვთქვათ, გასულ წელს 2020 წელს უკვე პრაქტიკულად შესრულებული არის, უბრალოდ პროექტირების რეჟიმში არის ინფორმაციული ტექნოლოგიების კუთხით და ამასაც რა თქმა უნდა 2025 წელს, ანუ მიმდინარე წელს ამას ყველაფერს დამატებით წარმოვიდგინთ. კი ბატონო, მადლობთ. უბრალოდ იმიტომ გეუბნებით, რომ ჩაწერეთ, რომ ჩვენ ამას გარდა იმისა, რომ პირდაპირ ეთერში მიდის, ამ ჩანაწერს ევროკავშირს უგზავნით, მონიტორინგის ქვეშ არის და შეფასებები კეთებდა, ამიტომ არ გაიკვირდეთ, როდესაც გთხოვთ, რომ ყველამ ჩავრდოთ ხოლმე, რომ ბატონო ლადო გისურვებთ. კიდევ ერთხელ მადლობით დავიწყებ, მაგრამ საჯაროების პრინციპიდან გამომდინარე, ჩემი აზრით უნდა დავაფიქსირო. ერთმა ციფრმა ამ დიდ ნამუშევარში და დიდი მადლობა ღვაწლისათვის, ეს ყველა პოტენციურ ბენეფიციარზეა გათვლილი, მიიქცია ჩემი ყურადღება, როცა ვეცნობოდი ამ მასალებს. 67% უპასუხისმგებლობა წამალთან. რეცეპტს დაქვემდებარებულია და ურეცეპტოდ გაიცა. ბენეფიციარის მიმართ პასუხისმგებლობა ვინ უნდა იკისროს? რეცეპტის დაწერა ეს არის ხელოვნება. ეს არის პაციენტის მდგომარეობის სრული შესწავლის მერე მიღებული გადაწყვეტილება არსებული დაავადების მიმართ გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობაზე დამყარებული. რეცეპტის გამოწერა კი არ არის მარტო მთავარი. ეს რეცეპტი პერსონალურად ინდივიდს უნდა აუხსნა, როგორ მოიქცეს ამ წამალთა, რომელიც არასწორი მიღების შემთხვევაში გადაიქცება საწამლავად. აი ეს კიდევ ერთხელ, აი აქ ჩვენ დიდ საქმეს აკეთებთ, თქვენ ყველანი ახლა აქ ვინც ავართ, ამას ვსჯელოთ, ჩვენი მოსახლე ჩართულია და კიდევ ერთხელ მათი ყურისათვის ვამბობ, თქვენ ეს კარგად იცით, მით უმეტეს ექიმებმა. პირველი კითხვა დავსვათ, ეტიოპათოგენეზის გარეშე მედიცინა არ არსებობს და რა მიზეზია ისეთი, რომელიც 2 მილიონამდე ჯარიმას ახდევინებს ექიმს, ოღონდ რეცეპტი არ გამოწეროს. რატო ხდება ეს? შეკითხვა ხო უნდა დავსვათ. რა არის აქ და კიდევ ერთხელ ამ გზას ასθენილი წამალი სწორად მივიდა პაციენტთან. ის ხარ გახდა მე გართულების მიზეზი და მე ექიმთან დაგვიანებით მისვლის ან რაღაცის მიზეზი. ამას სჭირდება ძალიან დიდი. იმიტომ რომ ჩვენ მე უკვე მე-7 წელიწადი, მე-6 წელიწადია, მე ბატონისაზე აქ ვინც ახართ, მე დეპუტაციას გულისხმობ, ყველას დიდი მადლობა. ვიზახით პოლიპრაგმაზია. ეს სამალი, ეს დალოცვილი საშუალება ღვთისმიერი, სწორად დანიშნული იქნებ სადღაც სხვაგან მოექცა. და მისი არასწორად გამოწერის ან რაოდენობრივად გაზრდილი წამლების გამოწერა ჯიბის ხარჯს და ჯანმრთელობისათვის არაფერს სამსახურს არ აკეთებს. ამას რამდენჯერ ვიძახი, არ მერიდება, არავისი არ მერიდება უკვე კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ პოტენციურ ბენეფიციარი აქ ვინც ვართ, ყველა პოტენციური პაციენტები ვართ და ვინც გვისმენს ყველა, ექიმი ყველა ვერ გახდება, მაგრამ პაციენტი ყველა შეიძლება გახდეს. და იატროგენია სად არის ექიმის მიერ არასწორად დანიშნული წამალის გამოწვეული დაავადება. იმიტომ რომ იმან რაღაც ბონუსი მიიღოს, ცუდია ეს.
ძალიან ცუდია და ეს არ არის მარტო საქართველოში. მე კიდევ ერთხელ მინდა ჩვენ პოლიტიკურ ოპონენტებს ვუთხრა, მე რო იცია ხოლმე საქართველოს. ეს არის დედამიწის გამოწვევა, მაგრამ ჩვენ ამ დედამიწის 8 მილიარდ მოსახლეობის შორის გამორჩეული გონიერებით უნდა ვიყოთ მიმართული ჩვენი პროტექტორატის ყოფი ადამიანების მიმართ, ანუ ბენეფიციარების, ანუ პოტენციური პაციენტების. კიდევ ერთხელ ვამბობ. ეს ყოველდღიურობა უნდა გახდეს, აი რას თქვენ ახლა აქ მე მოვისმინეთ, ჩვენი მსმენელი მაყურებელი ისმენს და მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. ეს არ უნდა იყოს პირდაპირ დაჟჯაზე ორიენტირებული. ღმერთმა დამიფაროს, რომელიმე ექიმი მის ფიცის გზიდან ამრიდებლად ჩავთვალო, მაგრამ ნებსი თუ უნებლიეთ მოსახლეობის დიდ ნაწილს უკვე ექიმის მიერ დანიშნული წამლის აღარ ჯერა. ერთი რამე გახსოვდეთ ჩემო ძვირფასო პოტენციური პაციენტებო, რომლებიც წამალს ღებულობთ. ერთ მისამართზე გაგზავნილი 20 წამალი საქმეს არ გააკეთებს, გზაში დახოცავენ ერთმანეთს. და გონიერი ექიმი, რომელიც ამაზე პასუხისმგებლობას აიღეს, ფარმაკოპეა რო იცის რა არის, წამლის მოქმედების მექანიზმი, მისი პირდაპირი დანიშნულება, გვერდითი მოქმედება, გართულება, უკუჩვენება და ეს თქვენზე იქნება გათვლილი ინდივიდზე. მხოლოდ ასეთი პასუხისმგებლიანი მიდგომა არის საჭირო წამლის მიღების დროს. ჩვენ ახლა ფინანსურ ნაწილს ვიხილავთ, მაგრამ ფინანსური ნაწილი არის ზედნართი. თავარია ის მორალური დეონტოლოგია, ეთიკა და ექიმის პასუხისმგებლობა. ექიმის მორალი პაციენტთან დამოკიდებულების დროს ყველაზე დიდი ჯილდოსი მისი გონიების მიერ გამოწვეული წამლის მიღების გზაზე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, მაგრამ ეს რო არ მეთქვა, ბატონ პატა, დიდი მადლობა ამის ერთგულობისათვის, რომ ესე მათქვენით. მადლობა. კი ბატონო. მინდა დიდი მადლობა გითხრათ ნამდვილად ამ საინტერესო მიგნებებისთვის და რეკომენდაციების, რომელსაც სულად იზიარებს სამინისტრო და რა თქმა უნდა ჩვენც. აქ მინდა მაინც ერთობლივად მუშაობა გამკაცდეს და გაძლიერდეს ელექტრონული რეცეპტების მიმართ, იმიტომ რომ თითქმის უკვე 7-8 წელია რაც დაიწყო ეს ყველაფერი და მიმდინარეობს მიდის აი პერიოდულობით. ავაზემოთ, შემდეგ ისევ გვაქვს ჩამოვარდნა, ამიტომ რაღაც მექანიზმი უნდა შევქმნათ, რომ ეს იყოს მუდმივი და ვერაფერი ვერ უნდა შეეხოს ამ სისტემას და ჩვენ მზათავართ აქ რომ ჩავერთოთ ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტი პარლამენტის სრულად, რომ ხარდაჭერა ქონდეს სამინისტროს ამ საქმის ბოლომდე მიყვანოს, რათა 100%-ით იყოს მოცული ეს ყველაფერი და ის ციფრები, რაც ახლა გაჟღერდა აუდიტის მიერ და კოლეგების მიერ, რომ ნამდვილად აღმოფხრილი იყოს. დიდი მადლობა. კარგი, ამით ეს საკითხიც ამოიწურა, გადავდივართ ბოლო საკითხზე. სამედიცინო დაწესებულებების ზედამხედველობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 22-23 წლები გაიცა 6 რეკომენდაცია, დაყოფილი არის ეს რეკომენდაციები ორ ჯგუფად. მოხსენებელი? კი ბატონო. წარმოგიდგენთ სამედიცინო დაწესებულებების ზედამხედველობის ეფექტიანობის აუდიტს. აუდიტის ობიექტი ჯანდაცვის სამინისტრო და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო იყვნენ. აუდიტის საგანს წარმოადგენდა სამედიცინო დაწესებულებების ზედამხედველობის მიმართულებით შემუშავებული და დანერგილი მეთოდოლოგიისა და მექანიზმების ეფექტიანობის შეფასება. დავფარეთ 2022-2023 წლები. შემდეგი მიმართულებებით სამედიცინო დაწესებულებების ზედამხედველობის მეთოდოლოგია და დანერგილი მექანიზმების შევისწავლეთ და ასევე მეორე საკითხად შესწავლილი გვაქვს პაციენტების საჩივრებსა და განცხადებებზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიანობა, რომლის ფარგლებშიც გაცემული გვაქვს 6 რეკომენდაცია. წარმოგიდგენთ ორ ნაწილად. ზოგადი კომენტარის სახით ვიტყვით, რომ საქართველოში სამედიცინო სერვისების კონტროლის სფეროში მთავარი პასუხისმგებელი უწყება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების აგენტოა, როგორც მოგეხსენებათ, რომელიც დაწესებულებებს ანიჭებს საქმიანობის უფლებას და აკონტროლებს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის მდგომარეობას, ხოლო სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებას. სამედიცინო დაწესებულებების ზედამხედველობის მიმართულებით არსებული მარეგულირებელი ნორმები ითვალისწინებს საქმიანობის დაწყებამდე და დაწყების შემდგომ კონტროლს. საქმიანობის დაწყებამდე კონტროლს ექვემდებარება მაღალი რისკის სამედიცინო საქმიანობის თანხმობის გაცემა და ასევე ნებართვების გაცემა. პირველი საკითხი ძირითადად ამბულატორიულ სერვისებს გულისხმობს, ხოლო მეორე ნაწილი ჰოსპიტალურს და ასევე საქმიანობის დაწყების შემდეგ კონტროლი, რაც გულისხმობს შერჩევითი კონტროლის გზით დაწესებულებების დაფარვას.
რაც შეეხება უშუალოდ აუდიტის მიგნებებს, პირველ საკითხად სამედიცინო დაწესებულებების ზედამხედველობის მეთოდოლოგია და მექანიზმები გვაქვს გამოტანილი. დანერგილი მექანიზმები არ იყო საკმარისი სამედიცინო დაწესებულებების სრულყოფილი ზედამხედველობისთვის. ეს არის ის ძირითადი მიგნება, რომელიც ჩვენი აუდიტის ფარგლებში ამ საკითხთან მიმართებით გამოვლინდა. ზედამხედველობის მიზნით სამედიცინო დაწესებულებების შერჩევის პროცესში არსებული კრიტერიუმები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდნენ რისკზე დაფუძნებულ მიდგომას. კერძოდ, მექანიზმები უმეტესად მოიცავდა ნებართვის მფლობელი სტაციონარული დაწესებულებების ზედამხედველობას და არ ფარავდა მაღალი რისკის შემცველი საქმიანობის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებებს და შედეგად 2022-23 წლებში სამედიცინო დაწესებულებების დაფარვის მაჩვენებელი შემდეგია: სტაციონარების 50% იყო დაფარული, ხოლო ამბულატორიების 3%. რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებების ზედამხედველობის მექანიზმებს უშუალოდ 2023 წლიდან დაინერგა საერთაშორისო აღიარებული სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი, რომლის თანახმად დაწესებულებების შეფასებას ხარისხის უზრუნველყოფის კრიტერიუმის საფუძველზე ახორციელებენ საერთაშორისო მააკრედიტებელი ორგანიზაციები და ეს ძირითადად შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ჰოსპიტალებს. მიუხედავად ამისა, კვლავ გამოწვევად რჩება ქვეყანაში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში არსებული სერვისების ხარისხის შეფასება აუდიტის პერიოდისთვის. პირველი, კერძოდ გულისხმობთ იმას, რომ არ იყო შემუშავებული სამედიცინო დაწესებულებების ზედამხედველობის შესაბამისი მეთოდოლოგია, დაწესებულებების შემოწმების პროცესში არ იყო შემუშავებული სერვისების ხარისხის შეფასების მექანიზმი, შესაბამისად შემოწმებები ძირითადად ორიენტირებული იყო დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს შეფასებაზე და ნაკლებად იყო ორიენტირებული ხარისხის ინდიკატორების შემოწმებაზე. და ასევე ზედამხედველობის პროცესში არ იყო შემუშავებული საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული მაგალითად ისეთი მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულებათა რეიტინგული სისტემით შეფასებას და შემდეგ უკვე მონაცემების საჯაროობას იმ მიზნით, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმირება სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის და სერვისების შესახებ. იგივე ამავე ნაწილში სამედიცინო დაწესებულებების ზედამხედველობის მექანიზმების დაფარვის კუთხით შემდეგი მიგნება. მოქმედი მექანიზმები არ იყო საკმარისი ქვეყანაში ახლად რეგისტრირებული სამედიცინო დაწესებულებებისა და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის დროულად და სრულად მისაღებად, კერძოდ გულისხმობთ იმას, რომ ჩვენ შერჩევითი პრინციპით დავფარეთ სტომატოლოგიური დაწესებულებები და ქვეყანაში მოქმედი სტომატოლოგიური დაწესებულებების ნაწილი, რომლებიც ფიქსირდებოდა, არ იყო ასახული სააგენტოში საქმიანობის უფლების განმახორციელებლად რეგისტრირებული დაწესებულებების მონაცემთა ბაზაში. ესეთი დაწესებულებები შეადგენდა 28%. და ამ საკითხში, ნაწილში, ბოდიში, ბოლო საკითხი ეხება უშუალოდ ზედამხედველობის პროცესში ჩართული ადამიანური რესურსების საკმარისობას. მიზეზი, რის გამოც ეს საკითხი გამოვიტანეთ, იყო ის, რომ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩებოდა დაწესებულებების რაოდენობრივი მოცვა და ჩავატარეთ ანალიტიკა იმის შესამოწმებლად, რამდენად საკმარისია არსებული რესურსი ოპტიმალური რაოდენობის დაწესებულებების მოცვის თვალსაზრისით. ინსპექტირების კუთხით არსებული რესურსი საკმარისი იყო მხოლოდ 26% სტაციონარების და 4% ამბულატორიების დასაფარად. შესაბამისად, სააგენტოს უხდებოდა დაახლოებით 60% რესურსის დამატება სხვადასხვა სამმართველოდან და სამინისტროდან, რომელსაც ჰქონდა სისტემატიური ხასიათი. სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ, რომ ჩაგვეტარებინა ანალიტიკა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ხაზს ვუსვავთ იმას, რომ ეს უშუალოდ სააგენტოს პრეროგატივაა შეაფასოს რა რაოდენობის სამიზნე მაჩვენებელი რა შეიძლება იყოს და რა რაოდენობის დაწესებულებების მოცვა იქნება ოპტიმალური როგორც სტაციონარების, ასევე ამბულატორიების თვალსაზრისით და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია საუბარი რესურსების ოპტიმალურობის და საკმარისობის კუთხით, თუმცა ვინაიდან ერთ-ერთ საკითხად გამოჩნდა ის, რომ წლების რამდენიმე წლის სტატისტიკით, 2-3 წლის სტატისტიკით დაახლოებით 40% რესურსი, საბოდიში 60% რესურსი
სხვადასხვა სამმართველოდან და სამინისტროდან არის ჩართული, შესაბამისად დაახლოებით დავთვალეთ 5 წლის პერსპექტივაში კადრების ზრდის შემთხვევაში რა რაოდენობით არის შესაძლებელი შემოწმებების და დაწესებულებების მოცვა და დაახლოებით გვაქვს შემდეგი სურათი, ყოველწლიურად 20%-იანი ზრდის შემთხვევაში 2030 წლისათვის შესაძლებელი იქნება დაწესებულებების 55%-ის ამბულატორიული ნაწილის მოცვა, რაც შეეხება ჰოსპიტალურ ნაწილს, შესაძლებელი იქნება სრულად მოცვა. თუმცა აქ კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვავთ იმას, რომ პირველ რიგში მეთოდოლოგია შესამუშავებელი არის თუ არა საჭირო 100%-იანი მოცვა ან 55%-იანი მოცვა და კადრების ზრდაც სწორედ იმ სამიზნე მაჩვენებლებთან მიმართებით უნდა მოხდეს, რაც მეთოდოლოგიით იქნება განსაზღვრული. რაც შეეხება რეკომენდაციებს, გაცემული გვაქვს 4 რეკომენდაცია. პირველი გაცემულია სამინისტროსა და რეგულირების სააგენტოს მისამართით. სამედიცინო დაწესებულებების ზედამხედველობის პროცესში სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით შემუშავდეს და დაინერგოს შესაბამისი კრიტერიუმები, რომლებიც უზრუნველყოფს დაწესებულებების შერჩევას რისკზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენებით, მოქმედი მაღალრისკიანი სამედიცინო დაწესებულებების სათანადო მოცვას. მეორე საკითხი ასევე სამინისტროსა და რეგულირების სააგენტოს მისამართით გვაქვს გაცემული ჯანდაცვის სფეროში დასახული სტრატეგიული მიზნების მისაღწევად სამედიცინო დაწესებულებების მიერ მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სერვისების მიწოდების მიზნით შემუშავდეს და დაინერგოს შემოწმების ისეთი ინსტრუქციები, რომლებიც უზრუნველყოფს ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების შეფასებას საერთაშორისო აღიარებული ხარისხის კომპონენტების საფუძველზე, მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო, რომელიც უზრუნველყოფს კონტროლის პროცესში განსახორციელებული პროცედურების დეტალიზაციას, თანმიმდევრულობას, ერთგვაროვან მიდგომას და დროულობას და სამედიცინო დაწესებულებების შეფასების საჯაროდ ხელმისაწვდომი რეიტინგული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა ინფორმირებულობას სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობისა და სერვისების ხარისხის შესახებ, რაც ასევე საერთაშორისო კარგ პრაქტიკად ითვლება. მესამე საკითხი მხოლოდ რეგულირების სააგენტოს მისამართით არის რეკომენდაცია გაცემული სამედიცინო დაწესებულებების შემოწმების პროცესის ეფექტიანობისა და მოცვის გაზრდის მიზნით შეფასდეს როგორც არსებული მექანიზმების ეფექტიანობა, ასევე განისაზღვროს ადამიანური რესურსის ოპტიმალური რაოდენობა, რომელთა საშუალებით მიიღწევა დასახული მიზნები და შემუშავდეს და დაინერგოს პროფესიული განვითარების გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს შემოწმების პროცესში ჩართული ადამიანური რესურსის უწყვეტ განვითარებას. და ამ ნაწილში ბოლო რეკომენდაცია გაცემული გვაქვს სამინისტროს მისამართით სამედიცინო დაწესებულებების ზედამხედველობის პროცესის ეფექტიანად წარმართვის მიზნით შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით შემუშავდეს და დაინერგოს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ახლად რეგისტრირებული სამედიცინო დაწესებულებებისა და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის პერმანენტულ რეჟიმში მიღებას. აქ ხაზი უნდა გაუსვათ იმას, რომ გარკვეულწილად ეს მექანიზმი დანერგილია და დაწესებულება თვითონ არის ვალდებული, რომ აცნობს სამინისტროს, თუმცა ვინაიდან მქონდა ის მიგნება, რომელიც უკვე სტომატოლოგიურ დაწესებულებების მაგალითზე განვიხილეთ, დამატებითი მექანიზმების საჭიროება გახდა ნათელი. და მეორე საკითხი განისაზღვროს პრიორიტეტები არსებული მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობებიდან და დაინერგოს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საქმიანობის დაწყებამდე დაწესებულებების ადგილზე შემოწმებასა და შემდგომ კონტროლს. ამ შემთხვევაშიც რეკომენდაციებს აქვთ მიმდინარე სტატუსი. მადლობა. ქალბატონო მარიამ, თხოვნა მაქვს ცოტას გადაუხვიოთ წესიდან ბატონ ზაზასაც შეუთანხმდით დროის გამო და იქნების ორი რეკომენდაციაც წავიკითხოთ. ამოვწუროთ რეკომენდაციები და შემდეგ ერთად უპასუხებს და დეპუტატებსაც ვთხოვთ, რომ თუ რამე შეკითხვები აქვს დავინახსოვროთ, რომ ერთად დავსვათ ყველაფერზე. კი ბატონო. მადლობთ. მეორე საკითხი ამავე აუდიტის ფარგლებში, რაც გქონდა დაფარული, ეს არის პაციენტის საჩივრებსა და განცხადებებზე რეაგირება. მოგეხსენებათ, რეგულირების აგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია სწორედ ეს არის. სამედიცინო დაწესებულებებში მიიღებულ სერვისებთან დაკავშირებულ საჩივრებზე რეაგირება არ არის დანერგილი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების კლასიფიცირებასა და პრიორიტეტულობის განსაზღვრას მათი მნიშვნელობის მიხედვით. მოქალაქეთა მიერ სამედიცინო დაწესებულებებში მიიღებულ სერვისებთან დაკავშირებით 2022-23 წლებში წარდგენილი იყო დაახლოებით 680 საჩივარი, საიდანაც 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით სააგენტოს დასრულებული ჰქონდა 33% შესწავლა, ხოლო 67% იყო მიმდინარე აუდიტის პერიოდისთვის და საშუალოდ 1-დან 3 წლამდე პერიოდში
ფაქტს გულისხმობს აღნიშნული საჩივრების შესწავლა, თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სააგენტო ამას ასეთ საკითხებს ძირთადად სარეცენზიოდ უგზავნის კონკრეტულ დაწესებულებას, სარეცენზიო მომსახურების მიმწოდებელია ვალდებული, რომ დასკვნა წარადგინოს, რაც დროში ჭიანურდება და მათი მხრიდან არ არის დროულად წარმოდგენილი დასკვნები, შესაბამისად სააგენტოსაც 67% მიმდინარეთ აქვს შესასწავლი და ის საკითხები, რომელიც იყო მაგალითად გაგზავნილი სარეცენზიოდ და დროულად არ ჰქონდათ დასრულებული და არ იყო გაგზავნილი, შეეხებოდა არასწორ მკურნალობას, გარდაცვალებას, არასწორ დიაგნოზს და მხოლოდ მცირე ნაწილი იყო ზოგადი ხასიათის. შესაბამისად, გავეცით რეკომენდაცია რეგულირების სააგენტოს მისამართით, რომ სააგენტოს მიერ დასახული მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად შემუშავდეს და დაინერგოს მექანიზმი, რომელიც სარეცენზიო მომსახურების მიმწოდებლის მხრიდან უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი კატეგორიის საკითხებზე პრიორიტეტულ რეაგირებას. და ბოლო რეკომენდაცია სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტებისათვის გაწეული სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შემუშავდეს და დაინერგოს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების პრიორიტეტიზაციასა და კლასიფიკაციას და მნიშვნელოვანი კატეგორიის განცხადებებზე დროულ და პრიორიტეტულ რეაგირებას. აღნიშნულ რეკომენდაციებსაც მიმდინარეა სტატუსი, განხილული გვაქვს აუდიტის ობიექტთან. მადლობა. მადლობა თქვენ, კალბატონო გთხოვთ. დიდი მადლობა ამ რეკომენდაციებისთვისაც. წინა სამ თემასთან დაკავშირებით და ამ თემების მსგავსად აქაც შეიძლება ითქვას, რომ ამ რეკომენდაციების ნაწილი უკვე შესრულებული არის, მაგრამ არის კიდევ რამდენიმე თემა, რასაც მაინც მინდა რომ გამოვეხმაურო და ხაზი გაუსვა. ეხლა კონკრეტული გეგმები რა გვაქვს ამ მიმართულებით, აი მე შემიძლია ჩამოგითვალოთ დეტალურად, ნახეთ განახლდება რისკზე დაფუძნებული მიდგომებით დაწესებულებების შერჩევის და შემდგომი დაწესებულებების შერჩევა და მათი კონტროლი და აქ იქნება დიდი აქცენტი განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო დაწესებულებებზე. ასევე შემუშავდება მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესაფასებლად და შემუშავდება პერსონალის განვითარების გეგმა. აქ ყურადღება გამახვილდა ბოლო პუნქტად საჩივრების მექანიზმზე, ხა ცხადია თქვენ მოგეხსენებათ, რომ ძირითადად საჩივრებზე რეაგირების განმახორციელებელი ორგანო სამინისტროში არის სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, რომელიც ყოველდღიურად არ ვიცი, სხვადასხვა გზით შემოსულ ასობით საჩივარს განიხილავს. მაგრამ ეხლა აქ ცხადია, ხო, რა არის პრობლემა, ანუ უნდა მოხდეს ამ საჩივრების კლასიფიკაცია და პრიორიტეტიზაცია. ანუ შესაძლებელია საჩივრების დიფერენცირება თემატურად, მნიშვნელობის მიხედვით, პრიორიტეტის მიხედვით, ადამიანის სიცხლის და ჯანმრთელობისთვის პოტენციური საფრთხის შემცველობის მიხედვით. აი ამაზე გავაგრძელებთ ჩვენ მუშაობას, რომ კიდევ ვამბობ, დღეს რეაგირების გარეშე არ რჩება არც ერთი საჩივარი, მაგრამ საჭირო გარკვეული კლასიფიკაცია, სისტემატიზაცია და რაღაც ანუ სისტემაში მოქცევა, რომ პრიორიტეტების მიხედვით რაღაცას მივანიჭოთ უფრო დიდი მნიშვნელობა და უფრო სწრაფად მოხდეს ამის განხილვა და ნუ რაღაცა შეიძლება დავუშვათ სამომავლოდ გადაიდოს. ეს საჩივრების განხილვის მექანიზმთან დაკავშირებით. ასევე იყო ყურადღება გამახვილებული სტომატოლოგიაზე და აქ უბრალოდ მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ უწყვეტ სამედიცინო განათლებასთან დაკავშირებით აქ სტომატოლოგია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტია აქ და არა მხოლოდ სტომატოლოგია, ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო რეფორმები ამ წელს დადგენილი, ეს ეხება ქულების მოპოვების პროცესს, გარკვეულწილად შაშან, რომელ პროფესიებსაც არ ქონდათ საკმარისი ქულები მოპოვებული, ჩვენ მათ მივეცით გარდამავალი პერიოდი და დამატებითი ვადა ამ ქულების შესავსებად. აი ამ პროცესს და ზოგადად უწყვეტ სამედიცინო განათლებასთან დაკავშირებით გვექნება ძალიან საინტერესო წინადადებები ამ მიმდინარე წელს. საბოლოო ჯამში აი მცირე დასკვნასავით მინდა გავაკეთო, რომ ნახეთ რა განაპირობებს ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების ხარისხს, ხო? ეს პირველ რიგში არის კვალიფიციური და კეთილსინდისიერი სამედიცინო პერსონალი, ასევე არის მაღალი ხარისხის სამედიცინო აპარატურა, აუცილებლად მნიშვნელოვანია, რომ იყოს შესაბამისი კანონმდებლობა და რეგულაციები ძალაში მყოფი და საბოლოო ჯამში თავის სიმაღლეზე მდგომი სამინისტრო, რომელიც აი ამ აკონტროლებელი ძირითადი ერთეულის სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მეშვეობით არ ტოვებს რეაგირების გარეშე არც ერთ საჩივარს და ახორციელებს უწყვეტ მონიტორინგს და უწყვეტ ზედამხედველობას ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე სამედიცინო მომსახურების ხარისხზე. იქნება სახელმწიფო კლინიკების მეშვეობით, კერძო კლინიკების მეშვეობით, ეს კლინიკები იქნებიან ჩვენი სახელმწიფო პროგრამების მონაწილეები თუ არ იქნებიან, ამის მიუხედავად. დიდი
მადლობა. მადლობთ შეკითხვები. ქალბატონო გრეტა. აუდიტის მეხუთე რეკომენდაციასთან დაკავშირებით მინდა გავამახვილო ყურადღება თქვენც აღნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია კატეგორიის განცხადებებზე დროული და პრიორიტეტულ რეაგირებასთან დაკავშირებით რაც იყო და თქვენ აღნიშნეთ, რომ რა თქმა უნდა იყოს განცხადებები სხვადასხვა მიმართულებით ალბათ და მონათესავე ტიპის განცხადებები ერთად. ანუ პრიორიტეტულ რეაგირებაში ხო არა გაქვთ რაღაც ვადები განსაზღვრული, რამდენ ხანში უნდა მოხდეს განცხადების განხილვა, ამაზე ხო არ მუშაობთ ამ მიმართულებით, იმიტომ რომ პრიორიტეტული თავისთავად ნიშნავს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სფეროსთვის იმ კონკრეტული თუნდაც кейსიდან გამომდინარე და რამე ვადებში ხო არ იმუშავებდით ამ მიმართულებით, განსაზღვრებით ვადას უფრო სწორედ. სხვა შეკითხვები ხომ არ არის? კარგი, შეკითხვები არ არის, ერთს დავამატებდი, აქ რაც არის აღრიცხული თქვენი პერიოდში არ მუშაობდით, შედარებით სხვა საკითხებთან ცოტა უფრო რთული ანგარიშია და აღარ ჩავყვებით ამ თემებს, მაგრამ ის აღრიცხვიანობა, რასაც არის საუბარი და რამე ძალიან გთხოვთ, რომ მაქსიმალურად ყურადღება მიაქციოთ, როცა გამოგვიგზავნით პასუხებს, რომ ყველაფერი აღრიცხული იყოს. ეხლა გთხოვთ უპასუხოთ. დიახ, საჩივრების განხილვისადმი დაკავშირებით რა შეიძლება ითქვას? ეს ვადები ქალბატონკრეთა დღეს ისედაც განსაზღვრულია კანონმდებლობით. ცხადია, ხა თუ სამომავლოდ ამ ვადების შემცირებაზე იქნება საუბარი და ჩვენ რეალურად გვექნება ამისი რესურსი, კი ბატონო, რატომაც არა. თუმცა ამ წუთას ვადების კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების შეცვლაზე არ არის საუბარი. აქ არის საუბარი, რომ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მოხდეს არსებული კანონმდებლობის ვადებში და ფარგლებში პრიორიტეტიზაცია იმ საჩივრების, რაზეც აქ ანგარიში იყო საუბარი და ამის განხილვა გარკვეული სისტემატიზებული მიდგომით პრიორიტეტების მიხედვით. თორე ვადები გასაგებია, რომ დღეს კანონმდებლობით გვაქვს უკვე განსაზღვრული და მეტნაკლებად ვცდილობთ ყველანაირად რომ დავიცვათ ეს ვადები. ამ ვადების შიგნით პრიორიტეტების მინიჭება არ მინიჭებაზე არის საუბარი გარკვეული კატეგორიების საჩივრებისთვის. რესურსების დამატებაც შეიძლება დაგჭირდეთ ამ მიმართულებით, უბრალოდ ტექნიკურ ნაწილში. შეიძლება არ არის გამორიცხული, კი, შეიძლება გახდეს საჭირო. კარგით, აქაც როგორც ხვდებით თქვენ ეთანხმებით რეკომენდაციებს და წარმოდგენილი იქნება გეგმა. ამით ჩვენ ამოვწურეთ, რადგან სხვა შეკითხვა ან გამოსვლის სურვილი არ არის. დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის, საქმიანი საუბრისთვის და იმედი მაქვს, ყველაფერი შესრულდება, რაც დავგეგმეთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ.